მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენთან ოჯახში. ჩვენი პოდკასტის სპონსორი გახლავთ სტუდია ანანასი, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ფოტო-ვიდეო გადაღებას. მე ქეთი ვარ, ეს დამიანია და დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ მაუგლის მეთოდის დამაარსებელი ქეთინო მერებაშვილი. მოგესალმებით, ქალბატონო ქეთინო. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი სტუმარი ხართ. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო გადაცემა გვექნება დღეს, რადგან ხედავთ, რომ ინტერესი მაუგლის მეთოდის შესახებ ყოველდღიურად უფრო იმატებს. ქუჩაშიც ბევრი ადამიანს ხვდებით, რომლებიც მაუგლის წარმომადგენლები არიან, ხვდებით ხოლმე და მიხარია, რომ დაგვითმეთ დრო. მოდით დავიწყოთ თავიდან და მივყვეთ ბოლომდე, რას ეფუძნება მაუგლის მეთოდი და აი როგორ გაჩნდა ეს იდეა, რომ დაგიარსებინათ? კი ბატონო, ჯერ გეტყვით რას ეფუძნება? თვითონ მაუგლის მეთოდი ასეთი რამ არ არსებობს. არსებობს დინამიკური ვარჯიშები, რომელიც არის საძირკველი ბავშვის აღზრდის, განსაკუთრებით ახალშობილი ბავშვის აღზრდის მეთოდი. მაგრამ მაუგლი მე დავარქვე იმ ცენტრს, რომელიც 2000 წლებში გავხსენი როგორც კლინიკა, გამაჯანსაღებელი ცენტრი. თვითონ მაუგლი ბავშვი იზრდება დედისა და სადაც იზრდება, ვიცით რომ რატო დაერქვათ მაუგლი დღეში, დედისა და ექიმების უმეცრებისგან დაცული. აი მაგიტომ დავარქვი მაუგლი, რომ მე მინდოდა რომ ეს ბავშვები ჩვენი იმდენი გვცოდნოდა მშობლებს თქვათ რომ არ დაგვეშავებინა ბავშვისთვის და ექიმებსაც იმდენი გვცოდნოდათ რომ თავიანთი მკურნალობის მეთოდებით ბავშვის ჯანმრთელობა არ დაეზიანებინათ. ანუ თვითონ მაუგლის სიტყვა და ცენტრი აი აქედან წამოვიდა. თითქმის 40 წელია დამოუკიდებელი პედიატრად ვითვლები, რაც ამაც იწევს ხალხში, იმიტომ რომ მე დავამთავრე კემეროვოს სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი, ვარ მიკროპედიატრი, ზუსტად ის ექიმი ვარ, რომელიც ჭირდება ახალშობილ ბავშვებს, ხო? პირველი თვე. და აი ჩემი გამოცდილება და პრაქტიკა ეს არ არის ჩემგან ნათქვამი, გამომდინარე აზრი, ჩემი აზრი, მართლაც შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო პედიატრიას შეუძლია, თუ კი ეს იქნება მათი სურვილი, ჩვენი გამოცდილება გაიზიაროს და ის პროტოკოლები, ის დანიშნულებები, რომელიც დღეს გვაქვს კლინიკებში და თუნდაც უბნის ეგრეთ წოდებულ პოლიკლინიკებში ძალიან ბევრი რამ შეიცვლებოდა. ჩვენ მართლაც მსოფლიოში ვართ უკვე ცნობილები, იმიტომ რომ არის შემთხვევები, როდესაც ჩაყავთ საზღვარგარეთ, იგივე თურქეთში, საფრანგეთში, გერმანიაში ბავშვები და იქ უსვამენ კითხვას. საქართველოში არის მაუგლი. თქვენ რატომ ჩამოხედით აქ? მე შემიძლია ფაქტები მოგიყვანოთ. ისე რომ ჩვენ მართლაც გვიცნობს მთელი მსოფლიო იმ მიდგომებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ და რომელიც ჩვენ გვაქვს. იქიდან ძალიან ბევრი რამ არის ნასწავლი, ეს არის ნიკიტინების გამოცდილება, არის ოჯახი, ჩვენ და ჩვენი ბავშვები, არის ასეთი წიგნიც, ფილმიც, არის იგორ ჩარკოვსკის გამოცდილება, ეს არის წყალში მშობიარობის დამფუძნებელი, მე-20 საუკუნის ყველაზე ძლიერი გამოგონებლის ტიტული აქვს ამ პიროვნებას და მესამე ეს არის ილია არშავსკი, ბავშვთა ფიზიოლოგი, რომელსაც ჰქონდა ისეთი კვლევები, რომ იმდროინდელი საბჭოთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი გახდა იძულებული, მოეპარა მისი ნაშრომები, შემდეგ გადაეცვა ლაბორატორია, რასაც ემსხვერპლა ძალიან ბევრი ვინმე და ბევრი რამ. აი ერთ-ერთი მისი მეუღლე მას გულმა დაარტყა, იმიტომ რომ ეს იყო მათი სახლი, ეს იყო მათი შვილი, რომ იტყვიან. და მისი ნაშრომები გაიყიდა ამერიკაში. და როდესაც ახალშობილი იბადება და არსებობს მისი შეფასების შკალა აბგარ, ეს არის არშავსკის შკალა და ახლა დააწერეს შკალა აბგარ-არშავსკი. ესე რომ აი ეს სამი ადამიანის დამსახურება ის, რომ მათი პრაქტიკა მე გადმოვიღე, მაგრამ რა თქმა უნდა დაემატა უკვე ჩემი პირადი გამოცდილება და როდესაც ცდილობენ დაუშვათ რაღაცით, თუნდაც კამათ ჩემთან პირადად არავინ არ გამოსულა, 40 წელია ვითხოვ პირდაპირ ეთერს, იმიტომ კი არა რომ მე დაუშვათ პედიატრებს დაუწყო იმის მტკიცება, რომ რაღაცა არ იციან, მათ რაც იციან, მეც ვისწავლე ინსტიტუტში, მაგრამ რაც მე ვიცი და რაც ვნახე, რაც შევისწავლე და გამოცდილება მივიღე, აი ეს არ იციან და მე სიამოვნებით გაუზიარებდი, იმიტომ რომ საქმე ეხება აი ამ ბავშვებს, რომელიც ახლა ჩვენ სტუდიაში
როგორც მივხვდი, თქვენ არ კრძალავთ და ხას არ უსმენთ ყველაფერს, რასაც პედიატრია, ხო? აი, იმიტომ რომ ხშირად რაღაცა ესეთი სტერეოტიპიც არის, რომ თითქოს თქვენ ყველაფრის წინააღმდეგი ხართ და თქვენთან ყველაფერი პირიქით ხდება. ანუ რეალურად ეს ასე არ არის, ხო? არავითარ შემთხვევაში. თუ კი საჭიროა, ჩვენ გვყავს, აი მაგალითად მაუგლებს, ყავს სპეციალისტები, მე მაქვს Telegram არხი, რომელშიც დედას შეუძლია, ვინც ჩვენთან არის, რა თქმა უნდა, ახლა გარეპიროვნება იქ ვერ შემოვა, ვინც არის ამ არხის წევრი, მას აქვს საშუალება ნებისმიერი სპეციალისტი, ვისაც მე ვენდობი. მისი ტელეფონი აიღოს, არ არის საჭირო დაურეკოს და უთხრას ქეთინო ექიმისგან, იმიტომ რომ მე არავისთან არასოდეს არ ვზივარ წილში, არასოდეს, მე მინდა რომ ბავშვები იყვნენ ჯანმრთელები. ამიტომ ჩვენ გვყავს სპეციალისტები, რომლებსაც მივმართავთ საჭიროების შემთხვევაში. მაგრამ 100 მიმართვიდან 99-ს ჩვენ ვაგვარებთ. მე ბავშვებს ვან თბილ წყალში, აი ბავშვის ვასწავლი კიდეს დედას როგორ შეურჩიოს ბავშვს ტემპერატურა, რომ წყალი არ შეძრუდეს. და მერე ვავლებთ ცივ წყალს. იცით საზოგადოებაში რას მოისმენთ? ქეთინო ექიმი ცივ წყალში აბანავებსო. ანუ ადამიანები ბოლოდან იწყებენ ლაპარაკს. კიდევ ვიმეორებ, ვანთ თბილ წყალში და ვავლებთ ცივ წყალს. და საზოგადოებაში გაიგებთ, რომ ქეთინო ექიმი ცივ წყალში ბანს ბავშვებს. იცით აქ რა ხელა განსხვავებაა? ამიტომ აი სანამ ადამიანი გაერკვევა რაღაცაში, დასკვნები არ უნდა გაარითოს. ამიტომ ჩვენ ჩაგეკითხებით ახლა ეს ცივი წყალი რისთვის არის საჭირო? მოდი დავიწყებთ იქიდან, რომ როდესაც ბავშვი იბადება 37 გრადუსია მუცელში, ხო? თქვათ. იბადება 20 გრადუსია ოთახში, 22. სამშობიარო ბლოკში. აი ეს ვარდნა ასტიმულირებს ადაპტაციის მექანიზმებს, ადაპტაციის უნარს. თუ კი ბავშვი დაიბადება და მას პირველ 15-20 წუთში თბილად შეახვევ, შენ ხელს უშლი ამ ადაპტაციას. ესმით? და თუ კი დაუშვათ ბავშვს მივცემთ იმის გასაგანს, თუ იქნებოდა საშუალება სამშობიაროში, იმ წუთში დაიბანოს ბავშვი, ოღონდ დასაბანი საშუალებების გარეშე. არის კიდე რაღაცა დეტალები, ახლა არ დავწვრილმანდები და იქვე გადავავლებთ ცივ წყალს, რასაც ჩვენი ოჯახის წევრები უმეტესწილად მშობიარობენ წყალში, ან მოსკოვში დაუშვათ, ან საქართველოში, მაგრამ ზუსტად იმ მეთოდით, როგორიც ჩარკოვსკიმ დააფუძნა, თუ სამშობიაროში მშობიარობენ, მაგალითად, ჩემი ძმის შვილი გაჩნდა სამშობიაროში, აუცილებლად თავზე ვადგავარ, არც ერთ დარღვევის უფლებას, რაც მე ვთვლი დარღვევად არ ვაძლევ, ვაბანავებ, ცივ წყალს ვავლებ, ეს კადრები ყველაფერი გვაქვს. ჩვენ ცდილობთ, რომ გადავიღოთ ყველაფერი, იმიტომ რომ კარგია, ეს არქივი გვაქვს თითქმის 40 წლიანი. აი, როდესაც ადამიანებში არის ბევრი კითხვის ნიშანი, ხო? როს არის სკო არის, თუ არ არის სკო და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი არის თქვენ პირად გამოცდილებაზე რას გვეტყვით. თქვენი ოჯახის წევრები არიან თუ არა ამ მეთოდით გაზრდილი და აი დღეს თქვა გაიზარდნენ, როგორები არიან, რამდენად ხშირად ავადმყოფობენ, როგორ ეხმარება ეს მეთოდი, რა გამოცდილება გაქვთ თქვენ ოჯახის კუთხით? კი ბატონო, დავიწყებ იქედან, რომ ჩემი პედაგოგი ნიკიტინები ყავდათ 7 შვილი და ახლა ყავთ ალბათ 100 უკვე შვილები და შვილთაშვილები იზრდებიან ამ მეთოდით და ყველა ნამდვილად ჯანმრთელია, არის ჩვენთან სპეციფიკა, ვცდილობთ რომ ბავშვებს ზედმეტი შხამი არ შეუყვანოთ, ეს არის საკვების სახი და კიდე ძალიან ბევრი რამ. ახლა არ შევეხები. ნიკიტინების ოჯახი ჩარკოვსკის გაზრდილი ბავშვები, თვითონ მისი ქალიშვილი, დღეს ჩემი ასაკის არის ის ქალბატონი, არიან აბსოლუტურად ჯანმრთელები. ანუ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ არ დავაბინძუროთ ბავშვების ორგანიზმი და იყვნენ უფრო ბუნებასთან კავშირში. რაც შეეხება ჩემს ოჯახს, 45 წლის არის ჩემი გოგონა, ისევ და ისევ მე მაქვს კადრი, არაერთი, სადაც ის -25 სინბირში დარბის, შიშველი, დღეს ცოცხალია, კარგად არის, ყავს ერთი შვილი. ანუ ჩემი გოგონას გონებრივი განვითარებას, როგორც აღნიშნავენ, თავის დროზე შეუსწავლელი ფენომენი უწოდეს, შვილიშვილიც და სწრაფი განვითარება ჰქონდა ძალიან. ხო, 5 წლისა შევიდა მეორე კლასში, 6 წლისა დახურა 4 კლასი, 7 წლისა დახურა 6 კლასი და მე ექსტერნად აიღო ატესტატი. შვილიშვილიც ასევე წლამდე ფლობდა იმდენ რამეს, რომ როდესაც 6 წლის ასაკში უკვე სკოლაში უნდა მიეღოთ, ვალდორფის სკოლაში დადის. ცოტა გვეშინოდა, რომ გამოკითხვის დროს რომ მივხვდარიყვენ ბავშვი რა ცოდნას ფლობდა, შეიძლება არ მიეღოთ. იმიტომ რომ
დღეს არის ისეთი აზრი, რომ ბავშვმა ჩვენ ყველაფერი თამაში ვისწავლეთ, იმიტომ რომ შეუძლებელია თამაშის გარეშე და მე ვეთანხმებ ფსიქოლოგებს, რომ ძალდატანებით არაფრის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ თუ კი, აი მე ყოველთვის ვიყავი ძალიან ერთგული დედა და ერთგული ბებია. და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ახლა ერთგულებაში იმას არ ვამბობ, რომ დაუშვათ შენ არ უნდა იმუშაო ან აი ყველა წუთი რომელიც შეიძლებოდა დამეთმო ჩემი შვილისთვის, მით უმეტეს სტუდენტი ვიყავი ხო ციმბირში, როდესაც შემეძინა ბავშვი. აი ყოველთვის ვცდილობდი რომ ყოფილიყავი ბავშვთან. ჩვენი ოჯახის წევრები, ჩემი ძმის შვილები, ორი ბავშვი დაიბადა წყალში, ჩარკოვსკისთან, ერთი მოსკოვში, ერთი კასპში. მოწვეული ყავდა ჩარკოვსკი აქეთ საქართველოში. მათ უკვე შვილი შეეძინათ. აი საერთოდ არ გვაქვს პოლიკლინიკაში ბარათი. აღრიცხვაზეც არ ყავს ბავშვები. როდესაც სკოლა ან ბაღი გჭირდება, მივდივართ, მაშინ ამოწმებენ ბავშვს, ყველა ამბობს, რომ არის აბსოლუტურად ჯანმრთელი და ვინც აღრიცხვაზეა მაუგლები, ცარიელი ბარათები აქვთ. შიგ არაფერი არ არის. ხანდახან ურეკავენ, ტყუილად მაინც გამოჩნდით. იმიტომ რომ გადაგამოწმეს. მართლაც არაფერი არ. იცით როგორ არის ეხლა ამ ჰაერისში, ამ საკვებში და თქვენ არც უნდა დაიჯეროთ რომ გითხრათ რომ არაფერი არ გჭირს, მაგრამ ჩვენ ვიცით როგორ დავეხმაროთ ბავშვს რომ ბავშვი არ მოხდეს ექიმთან. და აი მოდით ახლა იოლად რომ გავიგოთ, არსებობს მედიცინა, რომელიც არის აუცილებელი. არსებობს ოჯახი, რომელიც ასევე აუცილებელია ბავშვისთვის, მაგრამ არ არსებობს შუამავალი რგოლი, რომელიც მშობელს დაეხმარება, რომ ბავშვი არ მოხდეს ექიმთან. და აი ეს შუამავალი რგოლი ექიმებს ეხმარება ისე უმკურნალონ, რომ ბავშვი არ მოხდეს კლინიკაში. აი ვინც ჩვენ დაგვიჯერა და ვინც მოყვება, აი ზუსტად ამ რგოლში არიან. ანუ ჩვენმა დედებმა იციან ყველაფერი, რაც არ იციან ექიმებმა. იმიტომ არა რომ ექიმს რაიმე, უბრალოდ მე თვითონ დავამსავრე სამედიცინო ინსტიტუტი, იქ საერთოდ არ გვისწავლია ბავშვის შესაძლებლობები. საერთოდ ასეთი თემა არ ყოფილა. თქვენ გესმით ეს რას ნიშნავს? ევროპა აიღეთ, ამერიკა აიღეთ. ქართულმა ქალბატონმა იმშობია რა ამერიკაში და იკითხა რომ კარგი ექიმი ვინ არისო პედიატრი და უთხრესო აქ ასეთი რამე არ არისო. შენ როდესაც რამე დაგჭირდება, უნდა გამოუძახო სასტრაფოსო. დამჯერებთ? ჩამოვიდა და დღეს ჩემთან ზრდის ბავშვს. გადმოსახლდა ოჯახი. ამერიკელები. არა, ჩვენი ქართველები არიან, მაგრამ წასულები უკვე მოქალაქეობა და ყველაფერი. გესმით? იმიტომ რომ ამ ქალმა მიხვდა რომ როგორ მე ესე იგი სასტრაფომდე მე არ უნდა ვიცოდე ჩემ შვილს რა გაუკეთო? და ისეთი მაგალითების მოყვანა შემიძლია რომ მედიცინა მხრებს იჩეჩავს, იძახის გამორიცხულია, ასეთი რამე გამორიცხულია. ნახეთ, დედებს შთააგონეს რომ 38 ჩემი ძმის შვილი 47 წლის წინ 38 გრადუს სიცხით ტემპერატურით დააწმინეს კლინიკაში და ორ კვირაში დაიღუპა ბავშვი. სრულიად ჯანმრთელი. ვისაც უნდა ამას დავუმტკიცებ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს, რა თქვა, ექსპერტი. დღეს 38.5 შეიძლებაო და იმ დღეს ერთ-ერთმა პედიატრმა თქვა 39-ით შეიძლებაო. ვერ გავიგე, 47 წლის წინ 38 არ შეიძლებოდა. ბავშვი ხომ ბავშვია. დღეს 38.5 შეიძლება, 39-ით შეიძლებაო. დაუშვათ შეიძლება. დედას რატომ არ ასწავლი, რა უნდა გააკეთოს ამ დროს? დღევანდელმა პედიატრიამ უარყო ძმარი, უარყო კომპოსტო, უარყო ფხალი, ფხლის ფოთლები, რომლითაც ჩვენი მამა-პაპა ყოველ ნაბიჯზე აფთიაქები რომ არისო, ძალიან კარგად ეხმარებოდა ბავშვებს. ახლა თუ მე ვინმე მეტყვის რომ მაშინ ბევრი ბავშვი იღუპებოდა, მაშინ მე ვითხოვ პირდაპირ ეთერში დამიდონ სტატისტიკა გარდაცვლილი ბავშვების, საზღვარგარეთ გაქცეული ბავშვების და ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორია დღეს საქართველოში. ყოველ საღამოს მირეკავს ვიღაცა და მეუბნება, ქეთნიოქიმო, ვერ ვაწვენთო, ადგილები არ არისო. შეიძლება გვიშველოთო? თქვენ გესმით? კლინიკაში რომ შეხვალ, ფიქრობ, რომ დედამიწაზე აღარ დადის ჯანმრთელი ბავშვი. არც ერთი მაუგლი არ წევს კლინიკაში. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ვასწავლით დედას, როდის არის საჭირო სასტრაფოს გამოძახება, როდის არის მიმართვიანობა აუცილებელი და როდის შეგიძლიათ ბავშვს დაეხმაროთ. და აი როდის არის ხოლმე ეს საჭიროება, როდის ხდება ხოლმე მაშინ უკვე აი ქართულებული შემთხვევები გქონია? არსებობს უბედური შემთხვევა, დაუშვათ, დაეცა ბავშვი სისხლდენაა და ვერ უჩერებს დედა და იციან, ეგეც ყველაფერი იციან, აი ყველაფერი იციან, როგორ არის მაგალითად სრულკრუპი, მაგრამ გართულდა, ვთქვათ, და სასტრაფო არის და ჩვენ ამ დახმარებაზე ვართ და ყველაზე მთავარი რა არის? ჩემი პაციენტების დედები
ფაქტობრივად იყენებენ ჰომეოპათიურ საშუალებებს. მიუხედავად იმისა, რომ მე რამოდენიმე ექიმისგან მოვისმინე, რომ ეს არის შელოცვილი წყალი და ისეთი იგნორი და მასხარა თაგდება, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დღეს ექიმმა ჰომეოპათიაზე ასეთი რამე თქვა. მე პირიქით ვიტყოდი, ექიმი, რომელიც ნებისმიერი ექიმი, თუნდაც სტომატოლოგი, რომელიც არ ფლობს ცოდნას ჰომეოპათიის შესახებ და არ იყენებს ჰომეოპათიურ პრეპარატებს, მას არ აქვს უფლება იყოს ექიმი. მოდი, ავხსნათ უფრო გასაგები რომ იყოს, აი რა არის ეს ჰომეოპათიური პრეპარატები და ჰომეოპათია ზოგადად? ვრცლად, ნამდვილად აი მოკლედ, მაგრამ გეტყვით, ეს არის მსგავსი მკურნალობა. მოდით, უბრალოდ ერთ მაგალითს მოვიყვან და გასაგებია. თუ არა და ჩვენთან აკადემიაც არის, სადაც დედები სწავლობენ. ფასიანია რა თქმა უნდა, მაგრამ არის ამის საშუალება რომ ისწავლო, არის მწვავე ჰომეოპათია, არის ქალთა ჰომეოპათია, ახლა მალე გავივლით ბავშვთა ჰომეოპათიას. მოკლედ, ბავშვს აქვს ცვილიდან გამონადენი. ცრემლი ჰომეოპათიაში არის ასეთი პრეპარატი, ხახვის პრეპარატი. იმიტომ რომ ბუნებაში ხახვი იწვევს იგივე სიმპტომებს. ცრემლი და ცვილიდან გამონადენი. ახლა განზავება. იღებენ ერთ წვეთ ხახვის, მე ისე გასაგებიენით ლაპარაკობ, თორე იქ ხო იქნება ზავდკი. იღებენ ერთ წვეთს, დავუშვათ, ასხამენ ჭიქაში. მოურევენ, შემდეგ ამ ჭიქიდან იღებენ ერთ წვეთს, გადააქვთ შემდეგ ჭიქაში, მოურევენ და იქედან აწვეთებენ ბავშვს ერთ წვეთს. ნახეთ განზავება. შედეგიანია. მე არაფრით არ შეიძლება ეხლა ჰომეოპათების ხათრით ბავშვს რაიმე დაუშაო, ხო? აი როგორც კი გავიგე მოქმედების მექანიზმი ჰომეოპათიური პრეპარატების და მათი ბუნებრიობა და მათი დამზადების მექანიზმი, აი როგორც კი ჩამოვედი საქართველოში და ამაში გავირკვე, მე ვთქვი რომ ჩემი პაციენტები იქნებიან მხოლოდ ჰომეოპათიური პრეპარატებზე. ანუ ეს არის არასააფთიაქო, არამედ ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებული? ეს არის მედიცინის დარგი, რომელსაც რა თქმა უნდა აქვს თავისი ქარხნები, სადაც მზადდება ეს ბუნებრივი საშუალებები, მაგალითად, მედიცინაში არის ერთი სახეობა კალცი, ჰომეოპათს აქვს მინიმუმ 4 სახეობა, რა თქმა უნდა, ერთი მზადდება თევზის ძვლისგან, მეორე დავუშვათ შეიძლება კვერცხის ნაჭუჭისგან და ასე შემდეგ. უბრალოდ ისევ განზავებაზე მინდა გითხრათ, რომ მედიცინაში რა არის ერთი მეოთხედი, ერთი მესამედი, ერთი მეორედი და არავინ არ აგებს პასუხს იმაზე, რა ხდება ამ დროს ღვიძლში. რაც შეეხება ჰომეოპათიას, ეს არის მედიცინის ყველაზე უძველესი დარგი, რომელიც წინა საუკუნეში, იქიდან გამომდინარე, რომ ნავთობპროდუქტებზე დაიწყეს წამლების დამზადება და მომზადება, ჩემისთან ადამიანი და ჩემი კოლეგები იმ დროს ან დახოცეს, ან ლიცენზიები შეუჩერეს, ან ვიღაცა დაითანხმეს თანამშრომლობაზე. იმაზე რომ არა ჰომეოპათია, არამედ წამალი, იმიტომ რომ იმას მოაქვს ძალიან დიდი შემოსავალი. სამწუხაროდ დღეს ექიმების შემოსავალიც არის, ეს ყველა მიცის, ხო, ამას არ არის ახალი, არის იქიდან რამდენი წამალი გაიყიდება. სხვათა შორის იცი რისი თქმა მინდა, ის რომ ექიმებთან მისვლა ძვირია, ამაზე სულ არის წუწუნი, რომ ბევრი წამალი გჭირდება და ასე შემდეგ, მაგრამ ხო არის ექიმების სხვადასხვა კატეგორია. ერთი კატეგორია ისეთი, რომელიც ესეპტენის ძალიან ბევრ წამალს, მეორე რომელიც არის, თუ არ გჭირდება, არიან ხა ისეთი ექიმები, რომლებიც ძალით არ დაგნიშნავენ არაფერს. მაგრამ იცით რას მივხვდი, რომ ადამიანებს რაღაცნაირად არც ერთი მხრის ნდობა არ აქვს თითქოს რა. ერთი რომ გალანძღავენ იმ ექიმს, რომელიც ბევრ წამალს უნიშნავს, იმიტომ რომ ფულს აკეთებს ჩვენი თო იტყვიან და მეორე რომელიც არ დაუნიშნავს, დამაკლო ამან და არ ზრუნავს ჩემ შულზე. ამას იტყვიან. აი, მგონია რომ ნებისმიერ შემთხვევაში თუ ვიღაცას უნდა რომ გაგალანძღოს და რაღაცა შარი გიპოვოს, აუცილებლად გიპოვის, რასაც არ უნდა ემსახურებო და ვინც არ უნდა გიდასტურებდეს, რომ შენი მიდგომა სწორი არის, მაინც მოგდებს ვიღაცა რაღაცა შარს რა. აი, ამაზე შემიძლია ეს თქვა, ყური არ არის მოსმენისთვის მზად. და თვალი ვერ ხედავს, რაც უნდა დაინახოს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნება ადამიანი, ვისაც არ მოეწონები. ამაში გეთანხმებით, მაგრამ ექიმთან მისვლა ძვირია და დაუშვათ კვლევები ძვირიაზე იმდენად არაა ლაპარაკი. ლაპარაკი არის იმაზე, რომ ამ კვლევებს ბოლო აღარ უჩანს. ანუ, როდესაც მიდიხარ ექიმთან, თუ ჩემთან ვინმე მოვა, ის უნდა გავიდეს ჩემგან მაქსიმალური ცოდნით და ერთიანი ძალებით უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ბავშვს არ დაჭირდეს წამალი, იმიტომ რომ თვითონ წამალს ყველას უკუჩვენება აქვს. და არიან კატეგორია დედების, რომლებიც აი მაგალითად ასეთი რამეს ამბობენ. ძალიან მაგარი პედიატრი ყავს. ყოველთვის მაინტერესებს მაგარი პედიატრი ვინ არის, იმიტომ რომ მე თვითონაც ამ პედიატრისგან უნდა ვისწავლო, კარგი პედიატრისგან, ან თვითონ დედებისგან. იმიტომ რომ თუ დედას კარგად მოусმენ, ის თვითონ სვავს, იცით დიაგნოზს და თვითონ გეხმარება იმაში, რომ და მე შენ სასწავლი რას დედა მარიცის. მაგრამ აი როგორ რას ნიშნავს მეთქი, აი რით არის კარგი, რომ თან გულწრფელად თორე იციან ჩემპატ ვიღებ და ვიწერ, ვიზე მეუბნება კარგს, რომ
რაიონშია, რომ ჩემთან კი არ ჩამოვიდეს, არამედ ვეუბნები, თქვენ კარგი პედიატრი ყავთ მან. რით არის მეთქი კარგი და ყოველ ორ კვირაშიო ახალ წამლებს გვიწერსო. ახლა ასეთ დედას მე რა თქმა უნდა, რამდენიც არ უნდა ველაპარაკო, მიხდით, მაგრამ არიან დედები, ვინც იძახის, რომ როგორ წამალი არ გამოწერა, ეგ რა პედიატრიაო. იმიტომ რომ პედიატრია თვითონ ასოცირდება სააფთიაქო ქსელთან. გესმით, ეს მოიტანა ცხოვრებამ განსაკუთრებით ამ საუკუნეში. ეხლა გადავიდეთ რას აცრების თემა მაინტერესებს ძალიან. რა ხდება მაუგლიში? გეტყვით. ესე იგი, როდესაც პანდემია დაიწყო, კორონასი, მაუგლის პაციენტების ოჯახები არ აიცრა. რამოდენიმე შემთხვევა იყო, რომ აიცრა, ერთი ფატალურად დამთავრდა, იმიტომ რომ ბიჭს დაერღვა ყველაფერი და გერმანიაში გადააფრინეს და იქ უთხრეს, შენ აცრები არ გაკეთებული. ყველაფერი ერთად გაუკეთეს, სიკვდილის პირზე მივიდა ბიჭი, ჩამოიყვანეს, მერე გადააფრინეს თურქეთში და იქ უთხრეს, ორგანიზმში დადის რაღაცა, ყველა ორგანოს აზიანებსო და თურქებმა რო გაიგეს, რომ გერმანიაში ყველაფერზე აცრეს, თქვენს რომ ყველაფერი გასაგებიაო. ანუ მე რა მინდა ახლა გითხრათ. მე მეგონა რომ 28 წლის წინ, როდესაც მე უკვე პირველი პაციენტი მყავდა, ეს იყო მორგში ნამყოფი ბავშვი, მიხეილ გოჯოშვილი. მე მეგონა რომ ხო, გადასვლილი ეგონათ, ბავშვი 2 საათი იყო ზეწარში გახვეული და მე ვიღაცამ გაიგო რომ კნესოდა, მაგრამ ბაკური კოტეტიშვილმა, ნევროლოგმა მაშინ ერთად მუშაობდით კასპში, უთხრა რომ ბავშვი არ ივარგებს, 7-8 წელი ვუნკურნალებ, მაგრამ ვერანაირ შედეგს ვერ დაგიდებთ, გააფრთხილ ოჯახი და ეს ბავშვი მე წამოვიყვანე, დღეს დაოჯახებულია, მალე ალბათ ბავშვიც ეყოლებათ, არც ერთი წამალი არ გამომიყენებია. ბავშვი რომელიც იყო ფაქტობრივად ვერ სუნთქავდა, გულისცემა არ იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მოკლედ. მე მეგონა რომ ისევ აცრაზე გადავედი, სწორედ ძალიან შეცვალალთ. მე მეგონა რომ მე ვუკრძალავდი. მეგონა რომ მე რო საქართველოში ჩამოვედი, ხალხს ვუკრძალავდი ვაქცინაციას. ყველა მითხრა, არასოდეს არ გითქვამთო რომ არ აცრა. თქვენ თქვითო, მე არ ვცრი. და მე იმდენად ავტორიტეტი ვიყავი მათთვის, რომ თავი შეეკავა ამ ხალხმა და ყავთ ძალიან ჯანმრთელი ბავშვები. დღესდღეობითაც არიან მაუგლების 20%, რომელიც არის აცრილი და მართლა ძალიან გვაწვალებენ და არიან 80%, რომელმაც არ აცრა, იმიტომ არა რომ ქეთი დაემუქრა და ანუ დაუშალა. არა. თავისი არჩევანი იყო, რა თქმა უნდა. გამორიცხულია, იმიტომ რომ აუცრელობის შემთხვევაში უფრო მეტ პასუხს ვაგებ მე. აცრილი რომ არის ბავშვი, უკვე დედაზეა პასუხისმგებლობა. იმიტომ რომ მე ვიცი ილია არშავსკის დახმარებით და თქვენ ხო გესმით მტკიცებით მედიცინაზე რომ საუბრობენ. იცით რა არის მტკიცებითი მედიცინა? მომიყვანეს ტვინში სისჩაქცევით ბავშვი, ვავარჯიშე, 2 კვირაში გაუშვი, გადაუღეს კვლევა თავზე და აღარ არის სისჩაქცევა. თქვენ თუ აი ამას მტკიცებით მედიცინას არ ეძახით, მაშინ რაღა არის მტკიცებითი მედიცინა? ამიტომ ჩემი ბავშვების შემოწმება შეიძლება მოხდეს სულ 1 კვირაში. მეტი არ არის საჭირო. იმისათვის რომ მედიცინამ გაღიაროს, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ მედიცინა ასე უცბად სხვა რელსებზე ვერ გადავა და მე მესმის მათი. გესმით? ხალხს ყავს შვილები. ახლა ყველამ თქვა წამალს არ გამოვწერო, არ არის შემოსავალი წამლის რეალიზაციის გარეშე სამწუხაროდ. ეს ყველა მიცის ახალი, ამაში არაფერია. მე ამას ყოველდღე ვწერ ჩემს Facebook გვერდზე. ყოველ დღე სხვა სიტყვებსაც მივაწერ ხოლმე. დედებო მკვლელები ხართ, ექიმებო მკვლელები ხართ, იმიტომ რომ მე რომ ვიცი რომ შეიძლებოდა ბავშვის გადარჩენა ელემენტარული ვარჯიშით და ვითომ დედამ არ გარისკა ეს ვარჯიში, აი რისკზე თქვით წეღან, ბავშვი იღუპება, ან იმდენ წამალს იღებს რომ მე კუჭნაწლავი, ვიცით ახლა ჩვენ წამალს რა მოყვება ყოველთვის, ხო, ისე რომ განიკურნა. მოკლედ, მე მინდა განკურნებული ბავშვები, მე მინდა სტატისტიკა და მე ჩემ სტატისტიკას დაგიდებთ. ვაქცინების თემა ჩვენთან არის ნებაყოფლობით, იმიტომ რომ კონსტიტუციაც და ღმერთიც გეუბნება რომ შენ შეგიძლია გააკეთო რაც გინდა, უბრალოდ რა შედეგი მოყვება იმას, ამაზე უკვე შენ აგებ პასუხს. აი, მაინტერესებს იმ შემთხვევაში თუ ბატონები შეხვდა, აი, ქონიეთ ესეთი შემთხვევა, ანუ არის აუცრელი რო არის. ყველანაირი ინფექციური დაავადება გადააქვს ჩვენ ბავშვებს. ყველანაირი. წითელა, წითურა, ყაყურა, ყველაფერი გადააქვთ, მაგრამ არც ერთი ქართულებული შემთხვევა არ ქონიათ. 40 წლიანი პრაქტიკის შემთხვევაში. 40 წლიან პრაქტიკაში 42 გრადუსი სიცხით. ჩემი ბავშვები დადიან გარეთ, როგორც ახლა თქვენმა ისეირნა, ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობენ. წეღან ვახსენებ, დედებმა იციან, რომ 39 გრადუს ზემოთ იხარშება ორგანოები. აი პირდაპირ აი ასეთი ტერმინით აშინებენ დედებს. 42 გრადუსი სიცხე. ჩვენთვის არის მხოლოდ სიხარულის მომდანი.
მაინტერესებს აზრებთან დაკავშირებით რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ძაღლმა ან კატამ ან ცხოველმა ბავშვი გაკაცრა და ცოფის რისკი არის, ხო? ამ შემთხვევაში თქვენი რეკომენდაცია რა არის ხოლმე? ჩემი რეკომენდაცია ყოველთვის ემთხვევა ხოლმე რაბიოლოგის რეკომენდაციას. ისინიც ეუბნებიან, დააკვირდით ძაღლს. ქუჩის ძაღლები ყველა აცრილია და მე პირიქით მინდა გკითხოთ, თუ კი ყველა აცრილია ცოფზე, მაშინ მე რატომ მაშინებ თუ ასეთი ძაღლი მიკვდენს? ხომ ასეა? თუ კი არის ოჯახის ძაღლი, თვითონ რაბიოლოგი ეუბნება, დავაკვირდეთ. არ მქონია პრაქტიკაში, რომ ჩემი პაციენტი ვირთხასაც გაუკაწრავს, იმიტომ რომ სადარბაზოში შევიდნენ და ხდება ეგ. კატები კი ბატონო, გუშინაც 1-6 ბავშვი მიფხაჭი, მოკლედ მოყავთ სახლში, უყვართ ბავშვებს ცხოველები და ვერ ზომავენ, ხო? ესე ცოტა კაცრად უხეშად მოექცევიან. მე შემშულს ისე დასდევს ძაღლებს. ხო. ამიტომ არ მქონია შემთხვევა, რომ დაგჭირდა ვაქცინა. მაგრამ მე რამდენ შემთხვევასაც გინდა გეტყვით, ერთ-ერთი გორში მოხდა ამ 2 წლის წინ, ბავშვი ოჯახის ძაღლმა, ეზოს ძაღლმა უკვინა, გაუკეთდა აცრა, დაემართა სისხლის გათეთრება და აქედან არ გაუშვეს დროულად თურქეთში, იქ რომ ჩაიყვანეს უკვე ვეღარ უშველეს. ვაქცინა, რომელსაც ჩვენ ვეძახით ცოფის ვაქცინაც, ძალიან ძლიერად აქვეითებს იმუნიტეტს და ანგრევს ორგანიზმს. ამიტომ ვთხოვლობ პირდაპირ ეთერს. დავჯდეთ და ვიმშელოთ. წეღანას თქვი, ჩვენ საუბრობთ ბავშვზე, აი რისკი სად უფრო დიდი არის ეს მაინტერესებს. არასოდეს არ მივდივართ. მოდით ტეტანუსს შევეხოთ. რომ გაიგოთ რას. ტეტანუსი უნდა იყოს, არის იქ, სადაც არის ჟანგიანი რკინა, უმეტესწილად ლურსმანი, იმიტომ რომ რჩებათ ხოლმე, ხო? და აუცილებლად ეს რკინა უნდა იყოს უჰაერობაში და გაგეცინებათ, მაგრამ ცხენის ნაკელში, ნეხში. ან დაუშვათ, გესმით რაზე ელაპარაკი. ახლა იგივეა, რომ მე თქვენ აქ გითხრათ, რომ აქ თუ არ არის ფანჯარა, არის საშიშროება, რომ გაჩნდება სოკო. აი დაუშვათ, არ არის ამ შენობაში ფანჯარა, განიავების საშუალება არ არის და სოკო შეიძლება გაჩნდეს. მაგრამ იქ, სადაც ნიავდება ოთახი, ბინა, ხო? სოკო არ არის. მაშინ საიდან მოვიდა ტეტანუსი? აი, როდესაც მესერზე ლურსმანია და ბავშვს გაეკაწრა. ან თამაშობდა სადღაც და გესმით რას ვამბობ, ხო? ამიტომ არ შეიძლება ბავშვების აცრა უაზროდ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ნამდვილად, რომ ბავშვი არის ასაცრელი. და ახლა თუ კი მე ეს არის 10 დღიანი დაკვირვება ძაღლზე კატაზე თუ ასე შემდეგ იქნება. ამ შემთხვევაში აი ხა წალკაში დაფიქსირდა და რაღაც სოფის შემთხვევა და каранტინი იყო და ეგ ალბათ უფრო ის არის. აი მაგ შემთხვევაში აი თქვა წალკაში ვარ ახლა და მიკვინა ძაღლმა. ხო, აი ნახეთ, მე რამდენადაც ვიცი, ცხოველთა უფლებადამცველებმა განსაკუთრებით აი ძაღლებზეა ლაპარაკი, აღმოაჩინეს, რომ ეს იყო ცრუ განგაში და რამდენადაც ვიცი, პასუხისგებაში მიცემას ითხოვს ეს ორგანიზაცია იმ ადამიანისა, რომელმაც გაავრცელა ეს. იცით რა, რისი აი წარმოვიდგენი ახლა, როდესაც რამხელა პასუხისგებლობა არის თქვენი მხრიდან, როდესაც აი ძალიან დიდი პასუხისგებლობა არის ალბათ და არ გეშინიათ აი ამ პასუხისმგებლობის ან აი თქვენი შინაგანი განცდა თუ აი ფიქრი რა არის ამ დროს? ჩემი შინაგანი ფიქრი არის 24 საათი მე პირადი ცხოვრება საერთოდ ჩემს ოჯახს ასე აქვს, ჩემი ძმაც ამ საქმის სპეციალისტია. საბჭოთა კავშირის დროს იყო ასეთი ფსიქოლოგი ვლადიმერ ლევი. და ის ამბობს, იმის შიშით, რომ ცხოვრებამ არ წაგვართვას შვილი, ჩვენ ვართმევთ ჩვენ შვილს ცხოვრებას. გესმით? ორი უკიდურესობაა. და ბავშვის ორგანიზმი ამას არ პატიობს. თუ კი არის რისკი, მე რა თქმა უნდა, ბავშვის ჯანმრთელობისკენ გადავიხდები, მაგრამ დღეს ჩვენი საზოგადოება არის სულ რისკში, ცრუ რისკში. რამაც გამოიწვია ყველა კორპუსის ქვეშ აფთიაქის გახსნა. ამ საკითხზე ჩემთან არავინ აღარ უნდა დაობდეს. თუ კი არის რისკი, ჩვენ ვждებით, მე გითხარით, რომ მე მყავს ექიმები, რომლებსაც ვენდობი, ვждებით, ვაკეთებთ კონსილიუმს, რაბიოლოგს ჩავთვალთ, რაბიოლოგთა უმეტესობა უკვე ხვდება, რომ დამანგრეველია ეს ვაქცინები, როდესაც ის კეთდება არასაჭიროების შემთხვევაში და ეუბნება და დავიცადოთ ან ეუბნება, წაიყვანეს შვილო ეს ბავშვი და არ უნდა არაფერი. მე შეიძლება სხვა რაბიოლოგთან მიიყვანოს და იმან აცრას, მაგრამ მე არასდროს არ მივდივარ სხვის შვილი გავრისკო, ეს არის გამორიცხული. ჭირდება ცოდნა, სრულგანგაშის მსხვერპლი არ უნდა იყო
აღარ მინდა ახლა პანდემია და მოკლედ მე მგონი რომ იცით როგორ არის წეღანას თქვი რა ან გესმის და ხედავ ან არ გესმის და ვერ ხედავ აი ეს არის დღეს ჩვენი ცხოვრება ჩემი პრაქტიკით აი ერთი ბავშვი ჩათვალე დღეში ერთი ბავშვი რჩება ჩემთან ერთი თითქმის 40 წელია წელიწადში რამდენი დღეა გადაამრავლეთ და მიხვდებით რა რაოდენობის ბავშვი გადარჩა თუნდაც იმას რაც წეღან თქვი რომ ბავშვი ეგონა დაღუპული და ეს იყო განწირული ბავშვი, იმიტომ რომ ის პრეპარატები, რომელიც მაშინ დაენიშნებოდა, აუცილებლად იმოქმედებდა ბავშვის ჯანმრთელობაზე. როდესაც ბავშვი 15 წუთიანი ვარჯიშის, დინამიკური ვარჯიშის შემდეგ, რასაც მჯღრევას ეძახიან. ეხლა დედამ შეიძლება მართლა ძნელი შესახედია თავიდან. დედამ შეიძლება თქვას, ვაიმე ეს მჯღრევაა, მაგრამ ექიმი, პროფესორი ქალი რომ მაგას გეტყვის, რომ მჯღრევაო ვარჯიში, იქ არ არის კარგად საქმე იმ ქვეყანაში, გესმით? ბავშვი ვავარჯიშე და 15 წუთში მოწოვა ძუძუ. ბავშვი რომელიც იყო განწირული და ახლა კარგ ბავშვს რო გააფუჭებ ეს ხო უფრო საშუალებაა ბავშვის ვარჯიშით შეიძლება ლაქტაცია წარმატებით შედგა ეს იმ დღეს ლაქტაციის ესა ჯგუფი არის აცრა და რის ფაქტორები და იქ დაუწერია ერთ-ერთ დამფუძნებელს რომ არაერთხელ ვნახეო და გუშინაც ვნახეო ბავშვი რომელიც იყო იმ დონეზე მოდუნებული რომ საერთოდ ძუძუს ვერ იდებდა ქეთი მავარჯიშა და აი როგორც მგელი ისე დაეტაკა ძუძუსო რა თქმა უნდა ჯერ ერთი დედის განწყობაა ძალიან კარგი როდესაც ხვდება რომ ბავშვი მივარგნილია მაგრამ არ არის ავადმყოფი და ვარჯიშით გააქტიურდა დაახლოებით 20 წლის წინ აღმოაჩინეს უბრალოდ წინა საუკუნეში აღმოაჩინეს ცილები რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმში ვარჯიშის დროს და აი ეს ცილები 20-მდე ცილა აღმოაჩინეს ეს ცილები მონაწილეობენ ყველა პროცესში გონებრივში ფიზიკურში მათ შეუძლიათ ებრძოლონ სეფსის და მე მაქვს პრაქტიკაში სეფსისი განიკურნა მხოლოდ ვარჯიშის. ეს არის ბათუ ნიკოლაძე, ბავშვთა უროლოგი. შეგიძლიათ დაურეკოთ, შეგიძლიათ ნახოთ. ყველაფერი გვაქვს, გადაღებული გვაქვს და როგორი მძიმე შემოიყვანეს ბავშვი. ახლა არის 30 წლის. ეს ცილები არ გამომუშავდება, არ წარმოიქმნება ორგანიზმში თუ არ ვარჯიშობს, განსაკუთრებით ბავშვი. რეანიმაციებში ვინ ავარჯიშებთ მათ? არიან დაბული, იმიტომ რომ წვეთოვანი არ მოიძროს, ზონდი არ მოიძროს, მესმის ექიმებისაც, ხო? ჯერტი გულაღმაწვანა, რამხელა რისკია. ბავშვი უნდა გაიზარდოს მუცელზე, ეს არის ერთადერთი უსაფრთხო პოზა, მაგრამ ამის გარდა, თუ კი თურმე არ ვარჯიშობთ, ჩვენც გაითვალისწინეთ, დიდებიც. თუ ჩვენ არ ვარჯიშობთ, ფიქრობთ, არაუშავს ხვალ ვივარჯიშებ და ის ცილა ხვალ ხო გამომუშავდება. აღმოჩნდა, რომ უვარჯიშებელი კუნთი წარმოქმნის. წარმოგიდგენიათ? კუნთი არის შეუსწავლელი. ყველა ორგანო შესწავლილია, როგორც შეუძლიათ, მაგრამ კუნთი, როგორც ორგანო, არ ისწავლება. კუნთებში გამომუშავდება ცილები, რომელიც უბრალოდ ანგრევს ჩვენს ორგანიზმს. თუ ის არ ვარჯიშობს, გესმით? კუნთი, აი, არის ახლა დაავადება, რომელზეც მთელი ამბავი ატეხილი რომ ბავშვებს დაეხმარონ, ისე კუნთი არა მხოლოდ შეიძლება დაიშალოს, თუ ეს არის გენეტიკური დაავადება, საკმაოდ ცუდი, არამედ მას შეუძლია შენ მოგწამლოს. ეს ვარჯიშები იწყება პირველივე დღიდან. პირველივე წუთიდან. თუ დაუშვათ, აი ახლა მე რომ მქონდეს სამშობიარო. ბავშვი დაიბადება თუ არა იმ წუთში. ცურვა იმ წუთში. თუნდაც ისე დაიბადოს, არა წყალში, არა და ჩვეულებრივ. იმ წუთში წყალთან შეხება და აუცილებლად ვარჯიში. აუცილებლად ვარჯიში. აი 10 ბავშვიდან 9 დაძლევს და მხოლოდ ერთი მოხდება რეანიმაციაში. მე ვლაპარაკობ აი ტრავმირებულ ბავშვებზე, მძიმე ბავშვებზე, სამწუხაროდ ბევრია ძალიან ტრავმები. ეს დაბადების დროს ტრავმირებს. აი იმ შემთხვევაში თუ ხო ნახეთ რატომ არც ერთი დედა 9 თვის განმავლობაში არ ემზადება ორსულობისთვის. ყველა დედა აპირებს თოჯინოვანას თამაშს და ორსულს ნახავ მხოლოდ მაღაზიებში და თან ვიდეოებს იღებენ, ნახეთ როგორი საწოლი ვიყიდე, ნახეთ როგორი ეს დედა, ეს არ არის დედობა. ეს შეიძლება 5 წლის გოგონა წაიყვანო და უთხრა რომ აი რა გინდა ეხლა ჩვენ ვითამაშოთ დედობანა, რა გინდა აქედან ამოარჩიე შენი თოჯინისთვის. დედობა იცით რა არის მზადება დედობისთვის, მზაობა დედობისთვის. უნდა შეისწავლო ეს ყველაფერი. ჩარკოვსკის მოწაფეები რატომ არიან? წყალში მშობიარობენ, მეუღლე იღებს მშობიარობას. ექიმები საერთოდ არ ჭირდებათ. ჯუნგლებში რა ხდება ხალხო, იქ ხომ იყო ერთი შემთხვევა, ამერიკელი ექიმი გაუშვეს 100,000 სუხთიდან თვეში. და რომ 1-6 თვეში დაბრუნდა უკან და რატო დაბრუნდიო და ორსულ ქალებს ხედავო? მერე გავიხედავო ორმო აქვთო, იმ ორმოში ბალახები აქვს ჩაფენილი, მშობიარობენო და თავისი პლაცენტიან ბავშვიანად მიყავთ ქმართანო. არავინ არ მომაკითხაო. წამოვიდა ის კაცი. ეს ფაქტს გეუბნებით. გესმით, მე არ ვიცახი ახლა რომ სამშობიაროები დავკეტოთ, რაზეა ლაპარაკი, მაგრამ შენ უნდა მზად იყო დედა, ექიმი გეუბნება, გაიჭინთეო.
და შენ არც კი იცი რა არის გაჭინთვა. გესმით? ანუ ცოდნა გვაკლია, უცოდინობა მოიტანა ის რაც დღეს გვაქვს. ბრამბებია ძალიან ბევრი, ну რა თქმა უნდა, ახლა გინეკოლოგებს მე ძალიან ბევრ რამეს ვეტყოდი, რაც ჩარკოვსკისგან ვიცი, მაგრამ ჯერთი მათი გადაკიდება აღარ მინდა და მეორე კიდე სწორად გამიგეთ. მე მაშინ უნდა მქონდეს ჩემი კლინიკა, სადაც ისე გავაკეთებთ. არიან გინეკოლოგები, რომელსაც მე ვენდობი, ისე გავაკეთებთ, როგორც საჭიროა და მე სხვა გინეკოლოგებიც გადაიღებენ ამას, მაგრამ ახლა თითი უქნიო ვინმეს ეს არ არის სწორი, ისედაც ვიცით რა სიტუაციაა ჩვენთან. კი ბატონო, მაინტერესებს იმ შემთხვევაში, თუ თქვათ დაბადებიდან, თავიდან გადავწყვიტე, რომ არ მინდა ეს მაუგლი და მინდა ტრადიციულ მეთოდებს მივყვე, მაგრამ აი რაღაც თქვათ შევხედე მეზობლის ბავშვს, რომელიც მაუგლის მეთოდით იზრდება და მომეწონა ამ ბავშვის ჯანმრთელობა და ვფიქრობ, რომ თქვათ ჩემ შულზე მეტად ჯანმრთელი არის. და გადავწყვიტე, რომ აი 2 წლის არის უკვე ბავშვი, მაგრამ მინდა რომ მაუგლი მეთოდი და რაღაცა შეიძლება თუ არა, აი ამ ასაკში მოვიდეს. ნებისმიერ ასაკში შეიძლება ჯანსაღი ცხოვრების წესი ცხოვრება. პირველ რიგში მოწმდება ბავშვი, მაგალითად ახლა თქვენ შემთხვევაში ვხედავ, რომ ბავშვი ნამდვილად ძალიან კარგია, ერთადერთი გეტყოდით, რომ მუცელზე უნდა გაგეზარდათ და თავის ფორმა ძალიან კარგი აქვს, მაგრამ ეტყობა, რომ მაინც ხო. აი, ჩემთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ძვლოვანი, კუნთოვანი სისტემა დედა არის ძალიან მჭიდრო კავშირში. და აი ჩვენ ქართველებს, ვინც აკვანში გავიზარდეთ, ძალიან კარგია აკვანი, რასაც ნჟღრევას ეძახიან ახლა, წევისთვის, კარგია დაუშვათ, აი ბავშვები იოლად იძინებდნენ, მაგრამ მან გაგვეფუჭა თავის ფორმა და კიდურები. გესმით? ჩვენ აკვანში გაზრდილებს ის კიდურები არ აქვს. აი თვითონ ბავშვებს დუნდულა კუნთებიც უფრთხილდებათ. ჩემთან ბავშვი რომ მოყავთ, ვევკითხები მუცელზე წევს და კი, აი როგორც კი გავხდი და დავხედავ დაკუნებზე, ასე მიწებებულია. საპირისპირო არის რეკომენდაციები, ხარაც ჩვენ გვინახავს, ხო? ნუ მოგვიძიებია ინფორმაცია და ეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ყოველთვის რაღაცას ცვლის. რაშიც მეც არ ვეთანხმე პირადი გამოცდილებიდან, მე პირადად ხა ლაქტაციის ნაწილში არ ვეთანხმები, ბევრ რაღაცას ჩემთან არ დაემთხვა ჩემი გამოცდილებით და აი კითხვები გამიჩნდა რა, რომ რაღაცა ყველაფერი ხა რო გეუნება, რომ კასიკასიდან ასივეზე ესე არის, ანუ არ არსებობს რა, რომ ყველასთან ერთ და იგივე რაღაც იყოს და ის გეუბნება, რომ აუცილებლად ბავშვი უნდა იწვეს ესე, რომ იმისთვის რომ თქვათ გული აერიოს და კარგად გადასცეს. ხო, მარტივად ამოიღოს პირიქით. როგორ უნდა ამოიღოს? ანუ გვერდზეც კი არ დაადებინოთ თავიო, იმიტომ რომ პირდა ეს რეფლექსია აქვს ისეთი, რომ ამოასხავს. ხო და ვერ ამოასხა დედა, ვერ ამოასხა პირში და გადასცა და სამშობიაროში ისეთ რამდენი ბავშვი მძიმდება მაგის გამო, მაგრამ აი ეს არ არის სტატისტიკა. ჩემთან პაციენტები მოდიან და მეუბნებიან, ქეთნიოქიმო, კიდევ კარგი გავიხედეო. მივხვდი რომ ბავშვი ფართხალებდაო და დაავლეს ხელი და რეანიმაციაში მოხდა მე ბავშვი მტერ გაერსო. და მე გაგვდის რისკზე ვლაპარაკობთ იმ შემთხვევაში, თუ მუცელზე წევს ბავშვი, რომ მან არ იცის ჯერ ტრიალი, არ იცის როგორ უნდა გადატრიალდეს და ტრიალი იცის ყველა ბავშვმა. მე აი ასეთ რაღაცას ვაკეთებ. როდესაც მშობელი მაგაზე მედავება, განსაკუთრებით მამები, დაშინებული მამები, რომელსაც ხელში არ აყავთ ბავშვები, იმიტომ რომ თუმე კისერი, ნუ იცით ახლა რა დღეშია ხალხი, 21 საუკუნეში. აი ასე ვადებინებ ბავშვს თავს საწოლზე და ვაწვევი მამის ხელს ვიღებ და ვაწვევი, რომ მამა მიხვდეს, რომ მე ძლიერად ვაწვევი ბავშვს. ბავშვი ტირის, აი ასეთი დამხობილი, ძლიერად ვაწვევით, ტირის და ვეკითხები, რომ ტირის სუნთქავს მეთქი და კი, რა თქმა უნდაო და მე ბოდიშით, ესე იგი, ნებისმიერი ახალშობილი მომიყვანეთ, ამას რა უნდა ხალხო, ამას უნდა ერთი დღე. მომიყვანეთ 10 ახალშობილი, 100 ახალშობილი, ყველას დავაწვენ აი ასე, ნახავთ ბავშვი რას იზავს. შემოაბრუნებს. მე ვფიქრობ, რომ მაუგლის ჭირდება ძალიან მყარი ფსიქოლოგია ქონდეს ჯერ მშობელს. იმიტომ რომ ჩემთვის ახლა ის რომ ერთი დღის დაბადებული ბავშვი რომ ვინმე მაისე დააწვინოს, შეიძლება იქრა გული გამისკდეს. ანუ იმიტომ კი არა რომ აუცილებლად ეს ბავშვი რაღაცას აი იმიტომ რომ ანუ აი ხა წარმოდგენაზეც კი ცუდად გავხდი რა ამაზე. რომელი მშობლები არიან, რომლებსაც უნდათ რომ ავარჯიშონ. მიხდით, ანუ ის უკვე მზად არის ამისთვის. მაგრამ კი ბატონო, აი ნებისმიერად დედამ, რომელიც ჩვენ ახლა მოგისმენს, დააწვინოს ბავშვი მუცელზე, დაადებინოს თავი და ჩამოუჯდეს და ნახოს ახალშობილი ბავშვი, იცით რამდენი რეფლექსით არის? თანდაყოლილი რეფლექსით. ჩაჭიდება, სიარული, ცურვა და არ ვიცი, მოროს რეფლექსი, ძალიან ბევრი რეფლექსი აქვს. ესე იგი, ღმერთმა ეს ყველაფერი ჩადო და ჩვენ რას ვაკეთებთ ვლადიმერ ლევისა არ იყოს? მოდი დავიცადოთო და 1 წლის ასაკში ბავშვს რომ მოგიყვანენ და როივნები რომ ნუ თუ ვერ შენიშნეთ ეს
ბავშვი დამბლა და პირად საქმეში ყველგან სადაც იყო უწერია რომ არის ბავშვი სრულიად ჯანმრთელი. ერთ-ერთმა მომღერალმა მოიყვანა შვილი, აი სიდეთთან ერთად, აი ამ ხელა ჩანაწერები ექიმების. ყველგან ეწერა ჯანმრთელი. ხო, ამიტომ აი ამას მე ვასწავლი იმ მშობელს, რომელიც ხვდება, რომ მედიცინა არის მეცნიერება მკურნალობის შესახებ, პედიატრია განსაკუთრებით. და ჩვენ გვინდა ბავშვი, რომელსაც არ დაჭირდება მკურნალობა. და სხვათა შორის ბავშვთა ფიზიოლოგმა ილი არშავსკიმ არის წიგნი თქვენი შვილს შეუძლია ავად არ გახდეს და ის არც უნდა გახდეს ავად. სადაც წერს, რომ პედიატრია არის არასწორ საძირკველზე აშენებული და დედებო, თქვენი რისკისა და შიშის ფასად გაზარდეთ შვილები, თუ გინდათ რომ იყვნენ ჯანმრთელები. მოგიტან წიგნს, შედით და ნახეთ, არის ეს ინტერნეტში ყველაფერი. ამიტომ ჩვენ გვინდა ჯანმრთელი ბავშვი, ჩვენ არ გვინდა რისკი. თქვენ მე მეკითხებით, მე ვრისკავ თუ არა. თქვენ რო რისკავთ, რომ არიცით მენჯი როგორი ექნება თქვენ შვილს, კისრის ამწევი კუნთი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ხერხემლის კორსეტთან. ეს როდის უნდა განუვითარდეს? 6 თვემდე არ დასვათო და მე 8 თვისა თუ ვერ დაჯდაო. აი მე ექიმს მიმართეთო. მე გვიანი როდან 4 თვეზე ჩვენ გითხრეს რომ მოდი დავსვათ და დაბადებიდან დედა. დაბადებიდან ბავშვი გვიზის. იმიტომ რომ ბავშვი მუცელში, აი ამ პოზაში იყო. და გვიჭირავს აი ასე. ხო, ეს არ ვიცი ზუსტად თქვენგან ვიცი რომ დაბადებიდანვე შეიძლება დაჯდომა ბავშვის თუ უბრალოდ გავრცელებული 40 წელია თითქმის საქართველოში ვარ. მაგრამ ხო, ნელა ისიც რა, აი რას მეხვდა ისიც რა, ჩემი დიშვილი რომ დაიბადა, მაშინ ეხ არის 7 წლის ხდება რა. მაშინ სხვა რეკომენდაციები იყო. დღეს სხვა რეკომენდაციები არის. ძალიან ხშირად იცვლება ეს რეკომენდაციები და არაფერი არ შეცვლილა. ერთ-ერთი პაციენტის მამამ თქვა, იცით რატო ვენდობიო? კეთინო ექიმს, იმიტომ რომ თითქმის 40 წელია ქალი არის საქართველოში და არც ერთი ჩემი რეკომენდაცია არ შეცვლილა. ეს როგორ გავიგოთ? 47 წლის წინ 38 სიცხეზე ბავშვი მოკლეს და ახლა თურმე 38 ნახევარი ან 39 შეიძლება. აი მითხარით, იცით ხანდახან ისეთი საბეჭდილება, სხვათა შორის რა მითხრა ილი არშავსკიმ. წიგნები, რომელთაც შენ გადიხარ პედიატრიასო, მათ ავტორს არც ერთი ბავშვი არ აღავს გაზრდილიო. ჩემი შვილი ესწრებოდა ამ საუბარს, 8 წლის ვყავდა მაშინ ნინო, როდესაც კიევში ჩავაკითხეთ, გერანტოლოგიის ინსტიტუტში იწვა, სიბერის ინსტიტუტში კვლევებზე. 83 წლის იყო მაშინ და მაშინ მითხრა, მომაწოდე წიგნებიო იატაკზე ელაგა და მივეცი. გადიხარ ამასო, კი, სტუდენტი ვიყავი მაშინ. რამოდენიმე წიგნზე მიმითა და მითხრა, არც ერთი ბავშვი არ გაუზრდიათ. ესე იგი წიგნებს დღეს წერს ვინ? ვისაც არც ერთი ბავშვი არ გაუზრდია. დღეს რას აკეთებენ პედიატრები? ინგლისელი პედიატრისგან რაღაცა გაიგეს, მერე დაждდებიან, გვითარგმნიან, კიტრი რას შეიცავს თურმე, ბავშვმა რო ფეხში შველამ უნდა იაროს, დედებს დედა ვიდეოები კი არ უნდა ჩაუწერო. უნდა დაეხმარო, არიან პედიატრები გახადენ, გახდიან, გადაყრიან. დედა გამოდის ჩააცმევს ისევ. ვაიმე რო გავხადო და გამიცივდეს, ანუ დედებს დაახმარება ჭირდებათ, გეცმის. უნდა ასწავლო დედას. რისი შესაძლებლობა აქვს მის შვილს. გახდის მომხრე თქვენს ხართ, ხო? ჩემებს არაცვია. ბაღში გვაქვს პრობლემები. როდესაც ჩემები იხდიან და სხვებიც აყვნენ და იქ სხვა დედები ეს ფეხში შველი შიშვლები არიან. სულ. და თუ წინ დააცვია სურათში. ურეკავ დედას და ვეუბნები, ბავშვს წინ დააცვია. ქეთი ექიმო, ის სურათისთვის მეუთხარი, ეგეც შეურაცხყოფაა. ეგეც ბავშვის შეურაცხყოფა, რომ შენ სურათისთვის, ვარდისფერი ქუდი ახურავს, ვარდისფერი და ვარდისფერი წინ და ჩააცვის სილამაზისთვის. ესე იგი, დედებს იმდენი არ ესმით, რომ სილამაზე არის ბავშვის სუნში და არა დასაბან საშუალებაში, რომელშიც ბან წლამდე. ბავშვს თვითონ აქვს თავისი კარგი სუნი და ბავშვის სილამაზე არის მის შიშվել ფეხის გულში და არა წინდაში. სულ მაქვს ესეთი კითხვა, რომ ზამთარში მინახავს ბავშვები მოკლე მკლავიანებით, ბუდეებით, გარეთ გამოსულები, მე რო ვარ გადაპუტნული და რა ჩავიცვა აღარ ვიცი რა და სხვათა შორის. მე ვცდილობ ახლა მე ესეთი ტიტველი არ დამყავს ბავშვი, მაგრამ ვცდილობ რომ მე რო ძალიან მცივანავარ, შემშულს იმდენი არ ჩავაცვა, რამდენიც მემაცვია. შენ მე რა მითხარი, ნახე, მე ვერავიტან რომ ბავშვს დაუშვათ ასე ვინმე დააწვინოსო. ახლა შენ მე გეკითხავ, 42 სიცხე რო ქონდეს შენ შვილს რა სიზა? მე არ გული გამისკდება. რატომ? იმიტომ რომ ცოდნა არ აკარდედი. როდესაც შენ იცი რა უნდა ქნა სიცხის დროს. ხველა ქალბატონი მარი მალაზონიას გადაცემაში პედიატრმა თქვა, ხველების წამალი არ არსებობსო. აატყდა ერთი ამბავი. ქეთინო ამდენი ხანია იძახის ხველების წამალი არ არსებობსო და ამდენი ხველის წამალი გაიყიდა აფთიაქში.
ახლა მივხვდით, რომ ხველების წამალი არ არსებობს. ანუ მაუგლის დედებმა იციან ხველას რა შველის, თვითონ ხველა რა არის. წარმოიდგინე, ხველა არის ორგანიზმის გაწმენდა, ამაზე უკვე ლაპარაკობენ პედიატრები, იმიტომ რომ მიხვდნენ, რომ მაუგლის დედებმა უფრო მეტი იციან, ვიდრე მათ. ეს არის გაწმენდა და ყველაზე მთავარი. ნახველში, აი იმ ლორწოში, ჩვენ რო წვინით ვეძახით და ბავშვს ვასწავლით, გამოიხვინე და მერე ყურზე რო გართულება აქვს ამ გამოხვინვის გამო. ესე იგი, ეს ლორწო ჩადის კუჭი ულმობელად უშვებს თურმე ნაწლავებში და ნაწლავებში აი ამ ლორწოზე რაც შიგნით შედის, რამ წარმოქმნა, რომელმა ბაქტერიამ, რომელმა სოკომ, რომელმა ეგრეთ წოდებულმა ვირუსმა და ჩვენს ესე ბავშვის ნაწლავებში გაუმუშავდება ანტისხეულები. ანუ ეს ლორწო ჩასული ნაწლავებში არის როგორც ვაქცინა. წარმოგიდგენიათ? ანუ ბავშვის ლორწო, რომელსაც ჩვენ აქეთ ვახვინინებთ, ან ფიზიოლოგიურად ურეცხავთ. არც ერთი მაუგლის ბავშვი ცხვირს მოკლედ არ ექვემდებარება ასეთ. მე ვთვლი, რომ ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ ცხვირში არის ლორწოვანი გარსი, რომელსაც აი ძალიან უხეშ შედარებას მოვიყვან. ლოკოკინას რომ თავისი იმის გარეშე, ლოკოკინას რომ დააყარო მარილი, ის დნება. და როდესაც შენ ფიზიოლოგიურად ბავშვს ცხვირს უწმინდავ, საკუთარ მიკროფლორას უნადგურებ. მარტო იმას ხო არ უნადგურებ, ვითომ სინამდვილეში ის უკვე განადგურებულია და საჭიროა რომ ჩავიდეს ბავშვის ორგანიზმში. ამიტომ ბავშვს კი არ უნდა გამოახვინინო, უკან შიგნის შეტანა უნდა ასწავლო. ახლა ამაზეც ვიღაცა გულს აირევს დედა, მაგრამ მაპატიეთ ახლა აბა. გესმით? ამიტომ ჩვენ არ ვერებით ბავშვის ორგანიზმში. სამშობიაროშიც კი ვკრძალავთ ბავშვის გაწმენდას. როგორი საცხიც არ უნდა იყოს, როგორი სისქისაც ჩვენ არ ვაწმენდინებთ. იმიტომ რომ ის არის მიკროფლორა, რომელთაც უნდა დასახლდეს ჩვენი ანალიზაცია, ჩვენი ლიმფა. თურმე ლიმფას მერე მიაქვს ეს ყველა ორგანოში და მოკლედ ბავშვები დაბადებისთანავე სტერილიზაციას გადიან, რაც მერე აღარ ვლაპარაკობ პამპერსზე. არ უნდა ჩავცვალოთ? აი ეს თაობა, აი ხო თქვენი შვილის თაობა, პამპერსში გაზრდილი, არ ვიცი როგორ მოგცემს შემდეგ თაობას. ამიტომ მაუგლები ბავშვს გადააყენებენ დაბადებიდან. კი, როდესაც ისინი თამაშობენ შეიძლება ეცვას, მაგრამ დედა შეახსენებს ხშირად, მოდი აბა ფიში ვქნათ. შეიძლება ეცვას იმიტომ რომ დავუშვათ ოჯახში არ არის საშუალება რომ დაგისწროს. 3 თვის ბავშვს დაბადებიდან დედა, დაბადებიდან. 1 თვის ბავშვს, 1 დღის ბავშვს კი. გადავაყენებ. ჩვენები ხო შიშვლები წვანან. სამშობიაროში შენ პაციენტები წვანან შიშვლები. მუცელზე. ამაზეც ეჭხუბებიან თუ ის სამშობიარო არ არის, რომელიც ჩვენ გვიჯერებს რომ იტყვიან. დაუშვათ ასვია იქ პამპერსი თუნდაც. დედა მიჩის რომ პოვების პროცესში უნდა გადახსნას პამპერსი, რომ მოხდეს ნიავი ბავშვს და წოვის პროცესში ეუბნება ფში. ერთხელ ფში დედა, ორჯერ ფში, სამჯერ ფში. ესე იგი, ბავშვთან ყველაზე მეტ დროს იცით როდის ატარებთ? ახალშობილობაში. პირველი 3 თვე, პირველი 6 თვე. აი ეს არის დრო, რომელიც გაძლევს საშუალებას, რომ შენს ბავშვს ასწავლო გადაყენება. აი, სანამ იქამდე მივალთ, მე ჯერ მინდა რომ მოდი ეს სიცივეს თემა დამხუროთ. რატომ არ სცივად მაუგლის ბავშვებს? პირველი. მაუგლების ოჯახში არავინ არ ამბობს, რომ ბავშვს შესწივა. დაუკვირდი რა გითხარი. შეძახილებით ხე გახმაო, ხომ გაგიგია? ხომ ვითომ არაფერი არ არის. მე მაქვს დაწესებული ჯარიმა, რა თქმა უნდა, არავის არ ვახტევინებ, მაგრამ ვეუბნები. 100 ლარიანი ჯარიმა გვაქვს სიტყვაზე შესცივა, ცოდოა, ეშინია და ასე შემდეგ. ანუ მაუგლების ოჯახში იციან, რომ ორპირიქარი არ არსებობს. ეს ჩვენ შთაგვაგონეს. სინამდვილეში ორპირიქარი არ არსებობს. ამას მე არ ვამბობ, შეგიძლიათ გამოიკვლიოთ ეს საკითხი. არავინ არ ეუბნება, რომ ბავშვს შესცივა. გესმით? ეს პირველი. მეორეც, დედა მიცის, რომ ბავშვის კანი სიცივის დროს სპაზმირდება, გადავლებას რატო ვაკეთებ ცივი-წყლის? თბილ წყალში ბავშვი ყავს, ამოყვავს და ვავლებ. თავიდან ტირიან. მერე გეუბნებიან, გადავლება რო დაგავიწყდაო. ბავშვი არ ამოდის. გადმოიყვანა დედამ და ეუბნება, ჩამსვი უკანო, გადავლება დაგავიწყდაო. გესმის? ანუ სიცივის დროს რატომ ლურჯდება ბავშვი? თუ სცივა იტირებს დედა, არ არსებობს ბავშვი შიმშილისა და სიცივის გამო რო არ ტიროდეს. ესე იგი, ხდება სპაზმი, რომლითაც სისხლძარღვები არ კარგავს სითბოს, მაგრამ როგორც კი ბავშვს უკვე ჩაცმას დაუწყებთ, ხედავთ, რომ გავარდისფრებულია. ანუ ჩვენ სისხლძარღვებს ვავარჯიშებთ. ვასწავლით. კი. და როდესაც ბავშვი გარეთ დარბის, გალურჯებულია, მაგრამ დაარბის,
თქვენ ხო გესმით, რომ სირბილი, როგორც წეღავ თქვი, ეს არის კუნთების მუშაობა, ეს არის გამომუშავებული ყველა ის ცილა და რაც არის ორგანიზმში საჭირო, უბრალოდ სპაზმი ხდება გარეგანის სისხლძარღვების, რომელიც სითბოს არ დაკარგავს. ფეხის გული რატომ უნდა იყოს ცივი? ცივს არაფერს არ გასცემს. აი ნახეთ, ცივი ბავშვი რომ დავაყენოთ ცივი ატაკზე, ფიზიკის კანონია, დედა, აი დედებს უნდათ უბრალოდ დაფიქრება და ძალიან იული გასაგებია ყველაფერი. ანუ ცივი ფეხის გული არ გასცემს სითბოს და სითბო ჭირდება ტვინს, გულს, ღვიძლს, თითიც ხო? და აი მაინტერესებს ზაფხულში 40 გრადუსი 35 გრადუსი რო არის, აი ეს ბავშვები რომ ზამთარში მინუს გრადუსებში არ ცივად და შიშვლები არიან. ადაპტაცია რას ნიშნავს? საერთოდ იცოდეთ რომ მე ახლა შედარებით უფრო ნაკლებ ციფრს ვიტყვი. დიაპაზონი ბავშვის ორგანიზმის ადაპტაციისა არის -50 და +50. ანუ -50-ში შეუძლია ბავშვმა იარსებოს. ახლა თუ დასვამ არ გაანძრევ და გაყინავ, მე ამაზე არ მაქვს ლაპარაკი. და +50, მაგალითად რუსულ აბანოებში არის ეს ტემპერატურა. და როდესაც ბავშვს აკაჟებენ, არის ეს, ხო, იცით ხო, აბანოდან მე გარგია ყინულებში. ხო. ანუ ეს ბავშვები უძლებენ როგორც სიცივეს, ისე სითბოს. ახლა მე აქ მეგობარი გოგონა მახლავს. წინა ზაფხულში იტყვის ხოლმე კინაღა მოვდიო. ანუ არ არის მაუგლის მეთოდით გაზრდილი, მაგრამ ძალიან გაუჭირდა სიცხის ატანა. არის ადამიანი, რომელსაც უბრალოდ ცივანაა. გაკაშებულია, მაგრამ ბუნებით ურჩევნია თბილად ეცვას. შევა აბაზანაში, დაიბანს, გადაილებს სიწყალს, მაგრამ ცივანაა ბუნებით. ეს ნებისმიერი ადამიანის უფლებაა და ორგანიზმია. მაგრამ შეიძლება აი თქვენც ვერ აიტანოთ ის სიცხე. მაუგლები თუ კი ამხელა ადაპტაციის უნარი აქვთ. იმასაც ძალიან კარგად იტანენ. ხო, აი მეც რისით მომიტა რომ მე ხო ახლა სიცივეში სუმცივა და ძალიან თბილად მაცვია და სიცხე მიყვარს, მაგრამ ნუ ახლა 35 გრადუსი ძალიან შემოწუხებელია ჩემთვისაც და ნებისმიერისთვისაც და ჩვენზე მეტად შეწუხებულები არ იქნებიან მაუგლის ბავშვები, რომლებიც სიცივესთან ისეთი ადაპტირებულები. რა ვიცი, ნუ აი ნახოთ ჩემი ბავშვები და არა. ჩვენთვის აი საერთოდ პრობლემა არ არის, წვიმა ჩვენი პრობლემა არ არის, თოვლი ჩვენ არაფერი არ არის. ისე იგი ბავშვის მოკლედ იცით რა, თქვენ ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბავშვი დედა არ არის ფლომასტერით დახატული არსება. ეს არის ყველაზე ძლიერი არსება, რაც ღმერთს შეუქმნია. უბრალოდ კაცობრიობამ ბავშვის შესაძლებლობა ანაცვალა წამლებს. ანუ მე როგორც მივხვდი, რასაც ვასწავლით და მივაჩვევთ ბავშვს, რეალურად ვითარდება ისე. და ჩვენზე გამოკიდებულის ვინმე ვინც გეტყვის, რომ კარგია, ესე იგი თუ კი ცხვირიდან გამონადენი ეს არის როგორც ვთქვით, კარგი, გაწმენდა, თუ კი ხველა კარგია, თუ კი სიცხე კარგია, აი სიცხეზე არ ვიცი, აი დისერტაციას ალბათ 10 დისერტაციას დავწერთ. 38 კი სიცხე კარგიაო. და 42 რატო არ არის კარგი? თუ მინინგიტი აქვს ბავშვს და 42 სიცხე უნდა მოერიოს მინინგიტს. მაშინ შენ სიცხეს რატო ებრძვი? გააგრილე გარედან ბავშვი და ნუ ჩაერევი იმუნიტეტის საქმეში. გესმით რაზე ალაპარაკი? ხო, მაგრამ წარმოდგენას ეს საუბრები, დედი, მე რატომ ვითხოვ ექიმებთან საუბარს? ეს არის ექიმებს შორის სალაპარაკო და მივაწოდოთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, რომ ჩვენ 40 წლიანი პრაქტიკით აი ამას გიდებთ. აბა ნახეთ ვარ მოვა იქიდან პასუხი, რომ კარგიაო. ახლა ნელა-ნელა უკვე რომ დაიწყეს საუბრები, რეანიმაციებში უკვე მუცელზე აწვენენ ბავშვებს, იმიტომ რომ ნახეს ექთნება, მათ არა აქვთ უფლება თქვან, რითი დაიღუპა ბავშვი. ამოაქრაფა ბავშვმა, გაიგუდა და დედას ულეკავენ ფილტვი დაუზიანდა თქვენ ბავშვსო. გესმით რაზე ლაპარაკი? ამიტომ ჯანმო ამას შეიძლება 1-2 წელიწადში ჯერ ღმერთმა ჯერ მიხედონ თავიანთ თავს 1-2 წელიწადში გეტყვიან იგივეს რასაც მე ვამბობ. უბრალოდ რამდენი ბავშვის გადარჩენა შეგვეძლო საქართველოში. მხოლოდ ამაზე მწყდება გული, თორე დანარჩენი მე ჩემი იმდევარს ეძახით თუ რას ეძახით, ვინც მე მიჯერებს საკმაო რაოდენობაა. მეც ხარ შემიძლია მთელ საქართველოს გავუყო. ეს ცუდი კონტექსტის თანმიხსენები, უბრალოდ ვინც იცის თქვენ შესახებ, ხო? პირიქით, აი პასუხს გაძლევთ მაგაზე, არა. კი ბატონო, ეხა კლებაზე მაინტერესებს, გაქვთ თქვენი მიდგომები ამ ნაწილშიც, ხო? და რა არის თქვენი რეკომენდაციები? ესე იგი, ძუძუცი კვება ეს არის აუცილებელი და ყველაზე კარგი, მაგრამ გამორიცხავთ იმას, რომ შეიძლება არ იყოს, აი ლაქტაციებაში შეცვლა. არა. იცით, ეხლა დედა
დედა ყველა დედაა და ყველა საპატიოსაც ემოა განსაკუთრებით ჩვენ როდესაც ლაპარაკობთ ქალზე, რომელსაც იმშობი არა და შვილი უნდოდა და გააჩინა და არ ლაპარაკობ ხო რაღაცა გადახრებს. აი მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან მომხრე ვარ ძუძუთი კვების. მე მაინც დედას ვუტოვებ ამ უფლებას. არაფრით არ შეიძლება. არიან დედები, რომელიც ძუძუთი კვების პროცესში ძალიან ცუდად გახდნენ. ცუდად იგრძნეს თავი. ამიტომ დედას ამის უფლებას უტოვებ და არავის არ აქვს უფლება, რომ აი მაგალითად დედას დაუჩიქდა სარძევი ჯირკვალი და გაუჭრეს და მოხდა ისე რომ ვეღარ აწოვა. რა, ვეღარ აწოვა. განა იმიტომ რომ არ უნდოდა. თუნდაც დედა თუ კი მკერდის გაფრჩებაზე ლაპარაკობს, მისი ფსიქიკა დღეს ამაზეა მიმართული. არავისი გალანძღვა არ შეიძლება. მე მხოლოდ ვეუბნები. თქვენ მხოლოდ არჩევანზე საუბრობთ ახლა, მაგრამ თუ არ, აი ნახეთ ჯანმო ესეთ რაღაცას გვეუბნებოდა, რამაც მე ძალიან დამსტრესა და სულ ამაზე ვლაპარაკობ ხოლმე რა. რომ რძე აქვს ყველას. ყველა ქალს. და ჩემმა შვილმა, პირველი დღე ისეც ვიყავი რომ ბავშვს ხელში ვერ ვიჭერდი და გული წამივიდა და ახლა შესაძლოა რა თქმა უნდა, მაგას ვერ ავიღებდი ბავშვს ხელშიც ვერ ავიყვანდი. მეორე დღიდან არაფრით არ ჩაიდო და ვერ მოვაწოვე და არ შედგა ეს პროცესი. მე არც არაფერი არ მქონდა, მაგრამ დავიწყე მე გამოწოლები და ერთი თვე ყოველ 2 საათში ღამე იქნებოდა, დღე იქნებოდა ვიწველიდი და მაინც არ იყო საკმარისი. მე მგონია დღევანდელი გადმოსახედიდან, ჩემი ძალიან დიდი მცდელობების მიუხედავად, არ იყო რა ალბათ საკმარისი და არ ვიცი, ვერ ვქენი, ხა ვერც მოჭიდება გამოგვივიდა და ვერ ჩაიდო და ვერ წოვდა და აი ეს წველაც არც საკმარისი იყო და ჯერ ფსიქოლოგიურად ეს იყო დამანგრეველი. აი საშინელება, რომ მართლა აპარატზე ხარ შეერთებული, ბავშვის მოფერების დროც კი არ მქონდა თითქოს, იმიტომ იმას ვფიქრობდი, რომ ეს რაღაც როგორღაც ის 2 საათში შეხსებული იყო საკმარისი რაოდენობით რძე, გამერეცხა ეს ბოთლი, გამერეცხა საწვალი, ბავშვის მომეწყო, თავიდან იწყებოდა ეს პროცესი. და აი მე ვიღაცა გაგაკრიტიკებს რა, რომ შინ დაგეზარა, გეცოცხლ რა. და აი ეს მე მგონი დღეს ეხლა გადავლახე 1 წლის ხდება ხვალ ბავშვი და მე მგონი ეხლა მეწყება ამის გადალახვის პროცესი, რომ თავის დამნაშავედ აღარ მგრძნობ. მაგრამ ისეთი დანაშაული შეგრძნება მქონდა, იმიტომ რომ მინდოდა ხა თუ ჩემი შვილისთვის საუკეთესო არის ეს და ყველა გვეუბნება რომ საუკეთესო არის ეს, ვაიმე რა თქმა უნდა ხა ჩემი შვილისთვის საუკეთესო რაც არის ის მინდა, ხო? მაგრამ აი აქ არჩევანს მე რას ვხედავთ, იცი რა ჯობია რომ დედას ჯანსაღი შვილი დედა ყავდეს ბავშვს თუ ჯანსაღი რძე ქონდეს მაგალითად. მოდით ასე ვთქვათ, სადმარხია ძაღლის თავი. ისევ და ისევ იქ რომ თქვენ ორსულობაში არიყავით მზად იმისთვის რომ აი თუ თქვენ სტრესი მიიღეთ მშობიარობის დროს, ეს უკვე კატასტროფაა და იქ აღარ არის ლაპარაკი სწორს ამბობ. აქ უკვე ლაპარაკია იმაზე რომ დედის ფსიქიკა იყოს კარგი. ჩემო შვილიშვილს არ მოწევა ცოცხლით. 4 წელი და 2 თვე, აი კვებაზე რადგან ვლაპარაკობთ. მხოლოდ რძესვა. ფიზიკურადაც მოგეცით მე თქვენ. ფორმულის რძე სწავდა? ფორმულის რძე წლამდე და შემდეგ უკვე გადავედით ძროხის რძეზე, თავიდან გაზავებულზე და მე ერთი ძროხა იყო, რომელიც განაც დღემდე იმ ოჯახისგან ვიღებ რძეს, როცა გჭირდება. ამაზეც აწყდა ერთი ამბავი. ამიტომ ინდივიდუალურია დედა, ყველა ბავშვი და ყველა სიტუაცია. რძე მამაკაცსაც მოუვა, თუ კი ის ბავშვს ძუძუს მიცემს, იმიტომ რომ სარძევი ჯირკვალი კაცისას და ქალისაც არის ერთი და იგივე. ეს ფაქტებიც არის დაფიქსირებული. მამები მეტყვი ხოლმე ქეთნიო, გართქვა თორე. მაგაზეც მე მგონი დამაძალებენ რომ მე მოვაწოვავ, ხო? ამიტომ აი არაფრით არ შეიძლება ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. წარმოგიდგენთ, ჩემი შვილიშვილი რომ ხელოვნურით გაიზარდა. ხო უნდა მიხვდეთ, რომ ესე იგი არის სიტუაცია, მეც მე დავწერე, მე არაფერს არ ვმალავ. ესეც დავწერე შენის თანადედებისთვის, რომ არის შემთხვევა, როდესაც არ შედგა. უბრალოდ თუ კი შენ აი მაუგლებში ძალიან იშვიათად არის ასეთი შემთხვევა. ძალიან იშვიათად, აი ერთ-ერთი იყო ჩემი შვილი თქვა და შეიძლება ერთი დედა თქვა კიდე. მაგრამ ესენი ორსულობაშივე აქვთ ჩემთან ურთიერთობა, ორსულობაშივე არიან მზად, ჩვენ ყავს ლაქტაციის სპეციალისტი, სხვათა შორის, თუ კი დედა ამას მოისურვებს, მშობიარობამდე ვიდეოებით განიხილავენ ამას, მე მშობიარობიდან პირველი თვე ეს სპეციალისტი არის დედის გვერდში. ანუ თქვენ მოკლედ მიმიხდით ხო რასაც ამბობ. იცი რა მე გეტყვით, მაგრამ ის შენ არ აწოვე და დამნაშავე ხარ და არ შეიძლება იგივე. მე ლაქტაციაზე მქონდა ესეთი წარმოდგენა რა, რომ რახან
თქვა ჩემ და მარტივად ხო, შეასრულა ეს პროცესი. რახან ყველა იძახდა რომ ეს არის საუკეთესო მომენტი და შენ შვილთან კავშირი და ასე შემდეგ. რა ვიცი მეგონა, ეხლა თუ ყველას გამოვიდა მე რა რით ვარ გამონაკლისი და მე მზად ვარ და მინდა რომ ეს ყველაფერი შეწყდეს, მაგრამ აი საერთოდ ლაქტაციის სპეციალისტი რო არსებობა და დიდადაც კი არ ვიცოდი. ხო, აი მაგიტომ და მე იმიტომ რომ არ დაგჭირვები, ოჯახში არ დაგჭირვები, არ მქონია ეგეთი შემთხვევა, არ მყოლია ესეთი პატარა იმ მომენტში, ჩემს მერე გაუჩნდა ყველას ბავშვი და არავის გამოცდილება არ მქონია რა ამნაწყს მაგიტომ გაძლევ ასეც რომ თქვენ შემთხვევაში სხვანაირად წარიმართებოდა საქმე, უფრო კვალიფიციურები რო ყოფილიყავით, მიხდი? ამიტომ ასეთი შემთხვევები არის. აი, ამიტომ ვსაუბრობთ ახლა დღეს ამაზე, რომ კი ბატონო, კი. ანუ შობიარობა დედა არ უნდა იყოს სტრესი, მაგრამ ვინაიდან შობიარობა სტრესია, მერე დედისგან მოითხოვო ის, რაც მართლა ძალიან კარგია, ყოველთვის არ გამოდის. აი ამისი თქმა მინდა. მიხდით? აი თქვენ რო თავიდანვე ყოლოდათ დაუშვათ, თუნდაც მაუგლის მეთოდს გაცნობოდით, თუნდაც ახლა იმიტომ არა რომ ყველა მოუწოდებ ამისკენ, მაგრამ მე ვხედავ გამწარებულ დედებს. აი შენის თანადედებს, რომელიც დღემდე რაღაცა შენ თავს ადან არ არის ეს ასე. ნუ რაც არის არის. მადლობა ღმერთს ძალიან კარგი შვილი გყავს და ნუ ჩემიც ახლა ხო გაჩვენეთ ხო სურათები ჩემი შვილიშვილის როგორი იყო 2 წლის არის იქ თქვერად ჩაგიდა და დღეს 16 წლის არის. ანუ ხელოვნურით გავზარდეთ. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ვიმეორებ, აი ლაქტაციის ჯგუფები რო არსებობს, ვარ ძალიან მადლიერი. მიუხედავად იმისა, რომ მაუგლის პაციენტების დედები გამოყარეს, იმიტომ რომ იქ ვიღაცამ თქვა, რომ მუცელზე წოლა კარგია, წლამდე არაფერს არ ვაჭმევთ, ამაზე ვისაუბროთ ახლა. გამოყარეს იქიდან. აი ძალიან უნამუსოდ მოექცნენ ჩემს დედებს, მაგრამ მე მაინც ძალიან მადლიერი. მე მაგ ჯგუფებმა დავსტრესა ყველაზე მეტად რა. იმიტომ რომ რა ვიცი, იყო ყველა იმას იძახდა, რასაც მე ვიზახი და ჩემ თავზე გამოვცა და იმას ამტკიცებდნენ პირიქით რა ამ ყველაფერს. თავდასხმით ხდებოდა ეს ყველაფერი მტკიცებები, კი? ხო, ნუ რა ვქნათ. ახლა იცით მე მქონდა ეხლა გადავდეთ კვებაზე, მოდი რა ხდება? 25,000-იანი ჯგუფი მქონდა. უსასყიდლო, უფასო, აი მილიარდის ცოდნა მივეცი დედებს, მილიონის არა, მილიარდის. შემოხტებოდნენ დედები, რომლებიც რა თქმა უნდა არ მოწონთ ჩემი საქმიანობა და იმ ხელა შეურაცხყოფებს აყენებდნენ, რომ ერთხელ ჩემმა შვილმა მითხრა, დედა, მაუგლების დედები არ გეცოდებაო. მოკლედ ჯგუფი რამოდენიმე თვე ვამბობდი რომ დავხურავ რომ მე თქვი დედებმა ამოიწერონ იქ რაც რჩევები იყო. დავხურე. ახლა მაქვს ფასიანი ტელეგრამ არხი და არავინ არავის არ ლანძღავს. დედა, შეგნებული დედები შევოდიან, ყველაფერს სწავლობენ ერთმანეთს. ერთი დედიშვილები ვით არიან დედები. აი, სადღაც 200 კაცია. მე პირადად მეტი არ მინდა. უბრალოდ საქართველოს უნდა რომ იყოს 2 მილიონი შიგ. თორემ მე მეტი არ მინდა. არ მჭირდება მეტი. უბრალოდ დედებს ჭირდებათ. მითია რომ 6 თვის მერე დედის რძე უკვე ვეღარ აკმაყოფილებს ბავშვს. ეს არის იცით როგორი მითი? ეს არის დანაშაულებრივი მითი, რომლითაც ძალიან დიდი ფული იშოვა ადაპტირებული საკვების კორპორაციებმა. წლამდე მაუგლის ბავშვები იკვებებიან მხოლოდ დედის რძით, ან თუ დედა მუშაობს. აი ამასაც ვუშვებთ, ხო? ფაქტია, ხო, დედა მირეკავს და მეუბნება, რომ ბრმანატლავი გამისკდა და მივიდივარ საოპერაციოდ. რა ვქნა? გამოწვეული რძე არ არის, არ ქონდა იმდენი. ერთი სახეობა ადაპტირებული რძე. ჩვენ შემთხვევაში ყველა მარჭამა, მაგრამ 99.9% ჭამს რუსული წარმოების ფაფას. გეტყვით რატომ? იმიტომ არა რომ რუსეთს ვეთაყვანები. იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზმი გენეტიკურად ახლოს არის რუსულ და უკრაინულ ხორბალთან. არავითარ შემთხვევაში მყარი კვება. პირველი კვილი ზოგს ამოსდის 6 თვის ასაკში, ზოგს 10 თვიდან ამოსდის, ზოგს წლისა და ზოგს წლისა და 2 თვის. 1 წლის მერე ბავშვებს აქვთ ყველაფრის ჭამის უფლება, რაც მოეწონება გარდა ხორცი, თევზი და ორცხობილა. აი ამებს ნუ ახლა არ ვამბობ გაზიანი სასმელი და ამას ხვდებით ხო ეს? ანუ ტკბილი საერთოდ არ იციან მაუგლებმა რა არის ტკბილი. არ ჭამენ საერთოდ. აი ეს იოგურტები და მსგავსი რაღაცები. ნუ ხილში ალბათ ტკბილი. ნახეთ წლის მერე თუ ბავშვი არის ბუნებრივ კვებაზე, ყველაფერს ჭამს დედა. და ეჭვი ხომ არ გეპარებათ, რომ დედის რძით ზუსტად ის მისდის ტოქსინების გარეშე, რასაც შეიცავს შეწამლული შილი და ბოსტნეული, დედის რძით მიდის ნამდვილად სტერილური და კარგი საკვები. დედას ვაჭმევთ. დედის კვებაზე ვამახვილებთ ყურადღებას. ნუ საერთოდ ორსულობაში კვებაზე და მეძუზური დედების კვება ეს ძალიან დიდი თემაა და ცალკეად უგნებოთ მე მაგაზეც ვისაუბროთ. ანუ ბავშვებს არ ვაჭმევთ, მაგრამ 1 წლიდან ყველაფერს ვასინჯებთ. ვცდილობთ ხილი და ბოსტნეული ჩავკაროთ დუღარე წყალში, რომ გარეცხილი.
რომ ეს ტოქსინები თუ კი რამ არის, ჩინელი ყოველ შემთხვევაში ასე არიან, გამოვიდეს და მერე თუ ყურადღებას ვაქცევთ, რა თქმა უნდა, რომ ჩაგბეჭილი არ გადაცდეს, არავინ არ მოგატყუოთ, რომ ბავშვს დაუბლენდერეთ ან გაუხეხეთ და იმან ღეჭვა ვერ ისწავლა, მე ვლაპარაკობ ჩემს პაციენტებზე. სხვა ბავშვს რა და როგორ მე არ ვიცი, ხო? უნდა მომიყვანოთ ბავშვი, რომ გითხრათ რა არის მიზეზი. და მაინც ვცდილობთ, რომ ცოცხალი საკვები ვაჭამოთ. ახლა ვაშს ვარ უხარშავ. ჩვენთვის ვაშლი და ჭარხალი ერთი და იგივეა დაუშვათ, როგორც ფასეულობა ორგანიზმისთვის. უფრო გახეხილი არიან ბავშვები, რომელსაც 6 თვინას რომ აჭამეს და არაფერი არ ჩაიდო პირში არაფერი, თუ კი მოხდა ცოტა მყარი რამე გულიერება, ამიტომ დაბლენდერების უფლებაც აქვთ. არაფერს არ ვხარშავთ, არაფერს არ ვწვავთ, თუ მაინც და მაინც ორთქლზე მოხარშული. ისიც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მაგალითად კარტოფილი, ხო, ორთქლზე რომ მოხარშო, დიდი ნაჭრები არ უნდა ჩადო, რომ მალე და დროულად ამოიღო, იმიტომ რომ თუ კი არის დიდი ნაჭერი, შიგნით არ იხარშება და მოკლედ ერთგვარად რომ იყოს. აი ასეა, ისე რომ წლამდე ჩემი ბავშვები არ რატო ხორცი არა? ბავშვის ფერმენტული სისტემა არ არის მზად იმისათვის, რომ ხორცი მოინელოს და მაშინ მეგეთყვით, მიდით ინფექციურში და დედებს კითხეთ, რატო წვანან ბავშვები. ხორცი არის ამაში? არა მარტო ხორცი. აი ის მე ვიტყოდი ნაგავი, რომელსაც ბავშვებს ვაცვლეთ. წლამდე ბავშვის ფერმენტული სისტემა არ არის მზად მოინელოს ის, რასაც დღეს დედები აძლევენ. ყველანაირად კარგად არისო ბავშვი მეუბნება, წლამდე ყველაფერს ვაჭმევდიო, კარგად იყო, მაგრამ ახლა ძალიან ცუდი მდგომარეობა. 100-დან 99 დედა ყვება ერთი და იგივეს. ამიტომ აი ეს არის ჩემთვის რისკი. გავრისკო და ბავშვებს ვაჭამო ის, რასაც უაზროდ ჭამენ. ნახეთ, დედა მეუბნება. ყველაფერს ეტანება სუფრაზეო. ქვები დაუდე ბავშვს. იმასაც წაეტანა და დედა ხვდება ჩემს პასუხს. ჩემ შულს ყველაფერს ეტანება სუფრაზე, მაგრამ ასაც დაუდებ გამზადებულს, დიდად არაფერს არ მიირთმევს. ხო, იმასაც იმიტომ არ ეტანება, რომ ის უნდა შეჭამოს. ინტერესი აქვს ბავშვი გარემოს აღიქვამს ზღვრუთი. პური წლის მერე კი ბატონო, უბრალოდ რომელ პურზე ალაპარაკი ჩვენ ვყიდულობთ კარგი ხარისხის ფქვილს ნამდვილად, შეიძლება დაგვარად ნატურალურ და კი ვაცხობთ სახლში, მაგრამ რაც ნაკლები მით უკეთესი, უფრო გაღივებული. აი, უნდა მოიძიოთ ინფორმაცია სწორად როგორ გააღირო და უფრო გაღივებული. ხორბალიც, ნებისმიერი ლობიო, აი ყველაფერი შეიძლება რაც გაღივდება, უფრო კარგია ვიდრე დაუშვათ, იმიტომ რომ თქვენ ხო გესმით, რომ ხორბალი იფქვება, ჩვენ რასაც ყიდულობთ, ყველაფერი შედის, მაგრამ მე ის ფასეულობა მაინც არ არის, როდესაც ის ღუმელშია, ახლა 100 გრადუსზე რომ პურს გამოაცხობ, მაგრამ ჭამეთ ჩემები. ხორცს როდიდან ცალკე, ნახეთ, ჩვენ პურს არ ვულბობთ ბავშვებს. წვნიანებსაც არ ვაჭმევთ. ოღონდ აგიხსნით რატომ. მე არ ვიცი, სამარიდანაც რო წამოდგეს ყველაზე ძლიერი მეცნიერი და მითხრას, რომ ჭამის დროს წყალი კარგია, ვერაფრით ამას ვერ დავიჯერებ. იმიტომ რომ მე ვიცი, როდესაც წათხში ჩაასხეს წყალი, ზედმეტი ყველმა განიცადა ლპობა. კუჭის წვენი, ღმერთს არ შეშლია. ისეთი არის, რომელიც გაუძღვება ჩვენ საკვებს. ჯანმრთელ ბავშვებს ადამიანზე ვლაპარაკობ, ხო? შეიძლება წარამარა წყალი გამოვილო, იმიტომ რომ ნერწყვი მქონდეს, თქო? ჩვენ წყალი უნდა ვსვათ ისე, ჩვეულებრივ ვაძლიოთ ბავშვს წყალი წლის მერე, მანამდე არა, დედის რძეც წყალია და ადაპტირებული რძეც წყალია. და აი ის წყალი გვექნება ცრემლად, ნერწყვად, კუჭის წვენი, სისხლი, ლიმფა და არა ყველა ჭამაზე მიყოლება. ანუ ჩვენ არ ვაძლევთ წყალს ბავშვს წლამდე და შემდგომში უკვე ვაძლევთ წყალს იმ რაოდენობას, რაც ბავშვს ჭირდება და რასაც დალევს, აქაც არ უდგენთ ნორმებს ბავშვებს და შემდგომში უკვე ჭამის დროს ჩვენ წყალს აღარ ვაყოლებინებთ. ახლა რა არის კერძი? მე წინააღმდეგი ვარ მოხარშვის, შეწვის და წინააღმდეგი ვარ კვების დროს წყლის დალევის. ანუ გამოდის, რომ კერძი არის კარტოფილი, სტაფილი, რაც არის, ბორში იქნება, რაც იქნება. ყველაფერი არის მკვდარი, მე დედებს ვეუბნები, მოხარშული სტაფილო დათესე, თუ ამოვა, მე მიხვდები, რომ არა ვარ სწორდი, არა ამოვაო. რატომ? იმიტომ რომ ის არის მკვდარი, ესე იგი გამოდის, რომ ჩვენ ცოცხალ ბავშვებს ვაძლევთ მკვდარ საკვებს და ამის გარდა კერძი, თუ კი მაინც და მაინც გადაწყვიტა, ვეუბნები, რომ ეს ნახარში მოაშორე და ისე ჩაჭყლიტე, რომ გამოვიდეს პიურესავით. ზედმეტი წყალი არ ჩავიდეს ბავშვის ორგანიზმში, მაგრამ ისე დღის განმავლობაში წყალს ბავშვებს ვაძლევთ 1 წლიდან. როგორ წყალს? წინა დღეს ვიღებთ,
მეორე დილას შეგვიძლია ავადუღოთ, დიდხანს დუღილი არაფერს უშავებსო, მაგრამ მე მაგას ვერ დავიჯერებ, წამოდუღდა, გააგრილე, მიეცი და ყველაზე კარგი არის ამ საღამოს ავიღე, ხვალ დილას ემალის ჭურჭელში ჩავასხი, ჩვენ ორი გვაქვს ერთნაირი ჭურჭელი. ერთ შევდგამთ, რომ გაიყინება, გამოვიღებთ, მერე მეორეს ვდგამთ, რომ გქონდეს წყალი. და დაუშვათ, შეგვიძლია გქონდეს ჭურჭელი, სადაც აი ეს წყალი არის ჩასხმული და ეწეროს კიდევა ცოცხალი წყალი ვთქვათ. და აი ესე წყალს ვაძლევთ ბავშვებს. ნაყიდი წყალია. თუ ვინმე მიჯერებს, კი არა, სახლში პლასმასში რო ჩაუსხამენ ბავშვს და გაატანენ სკოლაში, აი იმ წყალს, თვითონ პლასმასი თუ მოხდა მზეზე, უკვე დედამიწის რო აღარ ვარგა. შუშის ბოთლი კი ბატონო. შუშის ბოთლით ნაყიდი წყალი. ნაყიდი წყალი საქართველოში არ უნდა დალიო ადამიანმა. იმიტომ რომ კარგი წყალი გვაქვს? არა, მოიცა იქ რა გვაქვს. წყალი რომელიც ბოთლში ინახება თვე, 2 თვე, იქ რა გვაქვს. გაფილტრული წყალი ესე მგონია. ნებისმიერი წყალი დედა სიცოცხლე აღმოაჩინეს ოკეანეში იქ, სადაც საერთოდ სიცოცხლე არ უნდა არსებობდეს და აღმოაჩინეს მზეზეც. ანუ არ არსებობს რომ დაუშვათ შენ სუფთა წყალი მიიღო იმ კარგი. თუ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა წყალი, აი წამოდუღებულ წყალში არ იკარგება ის მიკროელემენტები, რომელსაც წყალი შეიცავს და შენ თუ ისე აადუღე რომ წყალი აღარ არის, მაშინ რა ვიცი რა რაღაც გვინდა ასეთი წყალი. ნუ ჩემები არ ყიდულობენ ყოველ შემთხვევაში წყალს. გასაგებია. ნუ არის კიდე ფილტრები, კი ბატონო, ფილტრი შეიძლება დაყენდეს. ნუ 1000 საშუალება. ჩვენ ოჯახებზე აი თან ხვდებით ყველაფერზე. ესმით, ჩემი პაციენტები არიან ჩემი ოჯახის წევრები. და უფრო მეტიც, იმიტომ რომ მე ძალიან ხშირად ჩემი შვილისთვის წავირთმევია ლუკმა და მიმიცია პაციენტისთვის, იმიტომ რომ ის არის პაციენტი. სხვათა შორის მე გამიგია თქვენზე, რომ ნებისმიერ დროს პასუხობს, სულ რომ არ ვიყავი მისი ან მაუგლის მეთოდით, მაგრამ გიპასუხიათ და მიგიციათ რჩევა ადამიანებისთვის და მოკლედ ბევრი კარგი შეფასება მაქვს თქვენზე გაგებული, მოკლედ ბევრი კარგი რამ მაქვს გაგებული. ჩვენ ახლა ვისაუბრეთ ის ეგ რო არ ხერხდება, იცით. ხო, ნუ თავისთავად ახლა თუნდაც დღეში აუდიტორიასთან მე იმას უკვე ვეღარ პასუხობ რაც. მაგრამ აი გვაქვს არხი. თუმცა რახან გაგვიგია ხშირად, ესე იგი ხშირად ხდება. ნუ 40 წლის უძილო ვარ, შემიძლია გითხრათ. ჩემი ძილი არის ცოტა ხანი წამოვწვევი, თუ არის ვინმე ტელეფონებს ჩავაბარებ, მაქვს 4 ტელეფონი და 5 ნომერი და ყველა მუშაობს, ყველას უნდა ვუპასუხო. ეხლა გითხრათ, თქვენ თავად მაუგლის მეთოდით გაზრდილი არ ხართ? არა. ნუ მაშინ არ იყო. მაგრამ გეტყვით, მაგრამ დღეს ესე ცხოვრობთ? კი, აუცილებლად. მოდი გეტყვით მე როგორ ოჯახში გავიზარდე. და რატო ვხვდები რომ მე და ჩემი ძმაც აი ცოტა თავს რო ვუვლიდეთ და დასვენებით რო გქონდეს, მე პირადად 18 წელს ჩემი გონება, ნუ ჭკუას მოკლედ 18 წელს ზემოთ მე არ ვთვლი რომ მომემატა ასაკი. ვიზუალურად თქვენ თქვით 55 წლის შვილი მყავსო, ცოტა 70 უკაკო. პიპი ჩამომივარდა და იმიტომ რომ ხო აი ვერ წარმოვიდგენდი ახლა ამ ამბავს რა შესანიშნავად გამოიყურებით ფორმაშიც არაჩვეულებრივში ხართ და ეს არის თქვენი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამსახურება. ნახეთ საიდან წამოვიდა ეს ყველაფერი. მე ახლახანს გავაცნობიერე. მამა ჩემს არ უყვარდა, ნუ არ იყო მჭამელი კაცი, მოდი ასე ვთქვათ. აი ხანდახან ფიქრობდით ეს კაცი რითი არსებობს. ნუ ახლახანს მე გავიგე არსებობენ ადამიანები, ვინდა ვიდეოს ჩაგიგდებთ, რომლებიც არ ჭამენ, არ სვამენ, კუჩში არ გადიან და არ შარდავენ. ანუ ორგანიზმს შეუძლია იკვებოს ჰაერით და მზით. ნუ ეს ცალკე თემა, ამას არავის არ ურჩევ, იმიტომ რომ ეს ცოტა სხვა რამე რა ცუდი კი არ არის, მაგრამ ნუ ამას წლები ჭირდება. ნუ მე მაინც მოგაცდით ამ ინფორმაციას. და მამა იყო უჭმელი და ამიტომ თუ ხა მამაკაცი რომ ჭამელია ოჯახში, იძულებულია დიასახლისი რომ საჭმელი აკეთოს. ჩვენ ერთჯერადად გაგვიკეთებდნენ, ან ჩვენ თვითონ ახლა მე რო წამოვიზარდე, დამოუკიდებლადაც ვეხმარებოდი დედას. ეს ერთი რითი შევინარჩუნეთ ჩვენ ჯანმრთელობა, იმიტომ რომ ჩვენ არასოდეს არ ვიყავით გამაძღარი პირველი, მეორე, მესამით. რაც სხვათა შორის ბანაკებში დავდიოდით იმ დროს, ეს პრესტიჟი იყო ჩვენ დროს, ბანაკის საბზური გეშოვა და გაგეშვა შვილები. იქ იყო ფაფა, ჩაი და კარაქიანი პური. ყოველთვის ხვდებოდი ცუდად ამაზე და ვერ ხვდებოდი რატო, არა და მან ისე მიყვარს დღესაც ვჭამ. ეს ერთი, ესე იგი მე გავიზარდე ოჯახში, სადაც არ იყო ყვება კულტი. და მეორე, არასოდეს არ მახსოვს, რომ დედა ჩემს ეთქვას რაიმეს ტკივა და არ მახსოვს ჩვენ რო ვიტყოდით რომ რაიმე ვტკივა
დედას რეაქცია ქონოდა. ქვეთქოდა, არა უშავს გაგივლის. აი ამ ორი რამის, იმას არ ვლაპარაკობ, რომ იყო ჩემი ოჯახი სულ გაცემაზე. და დედამ არასდროს არ გვაძლევდა სანამ ცოცხალი იყო უფლებას, რომ თუ პაციენტი გველოდებოდა მე და ჩემ ძმას, საჭმელი გვეჭამა. არა დედიკო, შენ ექიმობა რო აირჩიე, შენ უნდა იყო მონა და მსახური პაციენტის. აი ეს სამი რამ არის, რაც მე დამეხმარა ცხოვრებაში, რომ შევდექი როგორც პიროვნება. ამიტომ თუ დედა რეაგირებს შვილის დავარდნაზე, ამას უკვე ფსიქოლოგებიც ლაპარაკობენ, ხო, ჩვენ დროს არ იყო ფსიქოლოგი ისე როგორც დღეს არის ფსიქოლოგია განვითარებული. და დედას თვალებით ბავშვმა შეატყო, რომ დედა შეეშინდა, დამიჯერეთ, ის ბავშვი არასოდეს არ იქნება ბედნიერი და ვერც განიკურნება ბოლომდე. ამიტომ აქ ჯარიმები. თუ შემეშინია სიტყვის ვინმე 100 ლარი უნდა ჩააგდოს ყუთში, რომელიც წარიელი არ ამიზარმაგდებინება. ხო, ანუ მთავარი ამბავი მაინც ის არის, რომ დედის მზაობა ყველაზე მნიშვნელოვანი არის. დედის სწორი მაგალითი. მოდით გეტყვით რა. 100 დაუპული ბავშვიდან. ერთ-ერთი მათ შორის ჩვენი იყო, ხო, 57 წლის წინ ძმისშვილი დამეყობა. დამიჯერეთ, რომ 99 ბავშვი გადარჩებოდა დედას ჩვენ რო გწოდნოდა, რომ კარგი იყო სიცხე და კლინიკაში არ წაგვეყვანა. არა და იცით როგორი დამსახურებული პედიატრი დავიბარეთ ბავშვის გასასინჯად და გითხრა, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება უბანზე დავტოვოთ ბავშვი. აი დღეს პედიატრებმა აი დამიჯდნენ და მითხრან იმ ქალმა რომ ამ ხელას შეცდომა დაუშვა და ჩვენი ბავშვი დაიღუპა და თანაც კლინიკაში მაშინ პროფესორებად მუშაობდნენ ვის ხელშიც ბავშვი დაიღუპა ის ადამიანები ვისი სახელობის კლინიკებიც გვაქვს დღეს ვითხარი ახლა მე როგორ უნდა ვიყო წნარად და როგორ უნდა მივიღო ვინმესგან შენიშვნა იმაზე რომ მე ვზრდი ჯანმრთელ ბავშვებს თქვენ მაგ პერიოდში აი ამ ტრაგიკულ ისტორიაში მაშინ ამ ხელა იყავით არ იყავით ექიმი მქონდა სკოლა გამოდის ხო ანუ ექიმი მაშინ არ ყავ თქვენ არც როგორ ვენდობოდით აი მახსოვს როგორ ჩავალაგეთ ყველაფერი გავიქეცით მე ბავშვ თავზე ვადექი მიხვდეთ პატარა ვიყავი ბავშვ თავზე ვადექი დედაც იყო მაგრამ აი მე მედიცინისკენ რომ მისწრაფება მქონდა ეგ ხო არ იყო თქვენი мотиваცია მე ვფიქრობ რომ აქედან არა პედიატრი მე ქეთინო არ მქვია ნამდვილი სახელი ჩემი საბუთებით არის მზიალა დიპლომებიც მინდოდა წამომეყვა მეჩვენებინან მე რომ გავჩნდი პირველ სამშობიაროში დავიბადეს ნაძალადების მაშინ ახალოკა ერქვა ყოფილა პედიატრი მზიალა და დედას ერქვა სიალა და მე მეგონა რომ უბრალოდ რაღაცა ესეთი ამიტომ დამარხვა სიალა მზიალა ამ ბოლო დროს აი დედამ პედიატრის სახელი და იმდენად მომეწონაო ის პედიატრი რომ მის სახელი დაგარქვია რაც ენა ამოვიდგე იმის მერე ვამბობ რომ მე უნდა ვიყო პედიატრი მაგრამ ის რომ მე მეთოდს მივაგენი და ამას ვეძებდი ეს ნამდვილად იმიტომ რომ მე ვიცი რა არის სიმწარე შვილი დაღუპვის იგივე შვილია ძმისშვილი აი მაშინ მივხვდი მე რომ პედიატრიას დახმარება ჭირდება თქვენი ოჯახის ტრაგედია სხვა მიზეზი გახდა იმისა რომ დღეს შეუძლებელია ჩემი მორევა შეუძლებელია რომ მე ვინმე მემერიოს არ არსებობს არანაირად არც სიკვდილია ჩემი მორევა დაუშვათ არც ჩემი ციხეში ყოფნა ჩემი მორევა შეუძლებელია იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ვიცი რას ვაკეთებ და ჭიპლერის სისხლის შენახვაზე რა იცით რა თუ ვინმე მომცემს იმის გარანტიას რომ ის შეინახება ნამდვილად კარგად და არ იქნება ისეთი რამ რომ გამოირთო შუქი და მოკლედ აი თვითონ იმ ორგანიზაციის სინდისიერებაზე მაგას რატო დაუშლი თუ აქვს ადამიანს შესაძლებლობა კი ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ერთი ლესამედის სისხლი რომელიც პლაცენტაში რჩება და ჩემი შვილი არ მიიღებს თუ კი მას ნაადრევად გადაუჭრიან ვიდრე შემდგომში ეს ყველაფერი დღეს ახლა მედიცინა ისე ვითარდება თუ მეცნიერებს მიცემენ საშუალებას რომ პატიოსნად იმუშაონ ღეროვანი უჯრედების პრობლემაც აღარ არის უკვე მოკლედ მედიცინა წინ მიდის თავარია დედამ სწორად იმშობიაროს და სწორად გაზარდოს შვილი ექიმების ხელში არ უნდა ჩავარდე ღმერთს მოყოლას გვაშარო ექიმები რა თქმა უნდა ხარ არავის არ აქვს სურვილი რომ ექიმის ხელში ჩავარდეს და ვისურვებდი რომ ბევრი ჯანმრთელი ჯანსაღი ბავშვი გყავდეს მე ვფიქრობ რომ ყველა ბავშვი საქართველოში ჯანმრთელი უნდა იყოს ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა რომელიც აი ბავშვი იბადება სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მანკი აქვს დაუშვათ ნებისმიერი ორგანოში არ ვლაპარაკობ მხოლოდ გულზე და იქ ჩარევა საჭიროა შეიძლება ბავშვი დაკარგო მაგრამ ის რომ დედამ ბავშვმა დაახველა და კლინიკაში გააქცრუნა და იქ მერე ვენები ვერ უპოვეს მოკლედ ხო სხვათა შორის ბავშვის სისხლძარღვები არ ყოფილა გათვლილი ნებსისთვის და ამიტომ არის რომ
ძალიან იშვიათად რომ ბავშვს ის ნემსი ესე ამოვნოს. რა ყოფილა ეს მეგონი არ არის ხო არა მე გულისხმობ ცოტა სხვა რამეს ხო. კი, გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ქეთინო, ჩემი აზრით ძალიან საინტერესო საუბარი იყო. ვფიქრობ, რომ წლების შერჩება ეს ვიდეო ადამიანებს და ну რა თქმა უნდა რაღაცები ალბათ შეიძლება, რაღაც მეტის თქმა კიდე ყოველთვის შეგვიძლია, მაგრამ მგონია რომ ვისაც მაუგლიზე ეს საბაზისო ინფორმაციის მიღება დაჭირდება მიიღებს ჩვენთან და შემდგომ უკვე შეუძლიათ რომ უშუალოდ თქვენთან გადმოვიდნენ და აი ორსულობაში კარგად ჩასაჯრო მსაყურებელი გამოგვივიდა მე მგონი ეს საუბარი და დასაფიქრებელი მოკლედ რა ბევრ რაღაცაზე ასუხისმგებლობას თუ იღებს დედა დამერწმუნეთ რომ იმას ვერც ოჯახი უდგას წინ და ვერც მედიცინა მაგრამ პასუხისმგებლობას როდის აიღებ როდესაც ცოდნა გაქვს ხო და ცოდნა ძალიან იული მისაღებია. ხო, სხვადასხვა არც ისე იული მისაღები არის, მაშინ როდესაც ბევრი რაღაცა ხელმისაწვდომი არ არის მარტივად და აი მაგიტომ მინდა რომ ეხლა თქვა ეს ამბავი იყოს, რომ რაღაცა ერთი ნაბიჯი გადავდგათ, ხო? იქნება ეს მაუგლი თუ არ ვიცი ბევრი სხვადასხვა რაღაც, რაც დედებს დაგვეხმარება, მოკლედ. დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. ჯერა რომ კარგი გამოხმაურებები გვექნება და ჩვენ ნამდვილად ბავშვების მხარეს ვართ და დანარჩენი ახლა მას როგორ შეაფასებს? აი პატარა კაცმა დაგვანგრია თან და მოკლედ დიდი მადლობა და გემშვიდობებით. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. ჩვენი დღევანდელი პოდკასტის სტუმარი გახდათ ქალბატონი ქეთინო მერებაშვილი, მაუგლის დამფუძნებელი. კარგად. კარგად.